ლადო მეხმარებოდა. ბიჭო და რა კვიზი იყო? MMA-ის კვიზი იყო? რო გაიცანით ხო. ერთმანეთს? ეხა გამოისყილა ლადო მომაგებინა. მოგაგებინა. ერთი კითხვა არ ვიცოდი რა და კაკრას ეგ წყვეტდა. ვინსთან აიღო რევანში ბროკ ლესნარმა და არ მახსოვდა რა და ლადო მირი მე ბიჭო მაგით წამოვიდე. და გუნდებად იყავით გაყოფილი? არა, სათითაოდ შეგიხართ რა. ერთი 50 ამას მიწას მოაგებინა, ხო იცით? ხო, მე ვერ დავრეგისტრირდი. 50 კაციანი ლიმიტი იყო და ვიღაც ტიპი იყო თავის პონჩი. ვაფშე არ ფაიცოდა რა, პროსტა ჩაერთო ხოაზე ხარ და რაღაც რკენას ხელდათმანი მოიგო. საღო. ბიჭო და სოზას იმაზე ნახე პოდკასტზე ის რო გაათამაშეს? 2 ბილეთი რაფის 2 ბილეთი. რაფის დაჟე მე ბაქოს UFC-ს ვნახე. იცი მაგ რაფს ვინ ატარებს, ვინ იმაშობა, საინტერესოა. აქ საქართველოს ვინ კურირებს? არ ვიცი. ეგ გორში იქნება, ხო? ბიჭო. გორში არა, ახალ სპორტის სასახლეში იქნება თბილისში. ხო. ესე გორში უნდა ჩაეტარებინათ, ისე ლოგიკურია. კი, მაგრამ დიდი ვენი უნდა მაინც რა, თორე ისე ბაზარი არ არის, აბა გორში უნდა იყოს ჭიდაობა, აბა რა. Best country Georgia. Let's go. მოდი ბევრი აღარ გვინდა რა, იმიტომ რომ დღეს არის, რავი, განსაკუთრებული და არც ისე სასიხარულო ამბავი, ანუ ჩვენთვის რახან ძმებო ილიამ და ჩვენ განვიცადეთ პირველი მარცხი და რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო რა და ყველასთვის რთული იყო ესეთი ნახვა რა ილიას ამდენი ზიანის მიღება ხო რა თქმა უნდა მაგრამ მე მაინც მინდა რომ და ჯერა რომ ბევრი პოზიტივი გამოვა აქედან რა რაც არ უნდა ისე ჩანდეს ახლა რომ ვითომ რაღაც მაგრამ რა ვიცი ხო ალბათ თქვენზე კარგად არავინ არ იცის ალბათ რა თქმა უნდა რომ ეს უბრალოდ არის ერთ-ერთი ნაწილი იმ სამსახურის ამ სპორტის რა და უბრალოდ ეს იქნება ახალი chapter რა დიდებულება არ გამოიხატება მარცხით გამოიხატება იმით როგორ დაბრუნდები რა ხო რა ძმებო დღეს არის 163 ეპიზოდი ჩვენთან არის ხვიჩექს კორიძე ბენო ადამია ლუკა კვარაცხელია და ნოსტალ გიორგი სართანია Fight Hop-ის 263 ეპიზოდზე ძმებო რა რავი რითი დავიწყოთ რა მოდი თავიდან მოვიშოროთ ის რაღაცეები რაც არის ხო აზე ხარ რომ ზედმეტი გადასვლები და ისენი ხალხის ძალიან ბევრი კომენტი არის ყველა აზე არის ხო ისეთი რაღაცეები წერია და მოდი პირდაპირ მოვიშოროთ ესენი რომ მე გადავიდეთ ბევრ სხვა საინტერესო თემაზე რა ანუ რას ფიქრობთ ახლა რა დარწმუნებულად ვიცი მაგრამ ეს კონსპირატული თეორიები რო არის ძმებო რა და ყველაზე ისეთი რომელიც არის რა ანუ დაუჯერებელია რა არც გავიაზრებ და იმაზე რომ ანუ გაიყიდა ბრძოლა ან ჩალიჩეს რაღაცა ხოაზე ხარ რა ანუ ჩხუბის შემდეგ ამ მოგესალმებით ყველას მაყურებლებს რა ვიცი აი ჩხუბის შემდეგ 10-დან 8 კაცი მეკითხება იმას რომ როგორ გაყიდა ილიამ ბრძოლა ანუ პირდაპირ იქითკენ წავიდა ყველა რომ აი როგორ გაყიდა ბრძოლა მეთქი რას თქვია გაყიდა აი რანაირად უნდა გაყიდო ბრძოლა ეგეთ რაღაცები ხდება საერთოდ ახლა არ მგონია შეიძლება სადაც რუსეთის რაღაცა რეგიონებში ხდება მაგრამ მაინც ჩვენ ვართ ძალიან მეინსტრიმი ნომერ პირველ ორგანიზაციაში თეთრ სახლში აი მაქსიმუმ წამალი ჩაეყარათ იმას საჭმელში და მოეწამოთ.
ეგ სხვა არის რა, მაგრამ აი ეგ შეიძლება რომ მართლაც რაღაც იყოს, მაგრამ ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ, ხო? თუ ჯასტინი ახლა იმას doesn't get popped, ეგ ტერმინოლოგია როგორ არის ქართულად აზიაროა რა, ანუ რომ მე არის გამომჟღავდეს რომ რაღაცა ქონდა, დარწმუნებული ვარ, არც იქნება და ვერც დავამტკიცებ და მაგაზე ფიქრი და ის რავი, ისეთი რაღაცა არის, ხო აზრ? არა, ხო, თემა ისაა, რომ კი დავმარცხდით ამ ბრძოლაში, ვისწავლეთ ბევრი რამე და მოკლედ ვაჟკაცურად უნდა შევხვდეთ ამ წაგებასაც და უნდა გავაგრძელოთ სვლა. რა იქნება შემდეგ. ორაობაა რა ყველაფერი, აი ეს დოპინგი მიაღებინეს, რაღაცა ჭირდა, ხელთათ მაშინ ქვა ქონა ჩადებული, ერთი სასწაული ვნახე, რაღაც სახელმწიფოებრივად გაუცვალა ტრამპს წაგება, რაღაც სიგიჟეები მოკლედ. ყველაფერია ჭორაობა. ანუ საერთოდ იქ თუ არ იყავით, ყველა ლაპარაკობ რა, ანუ მაგას ვერ დაამტკიცებ. რაც შეეხება იმას, რომ ილიამ ფული აიღო, ეგ ხალხი საერთოდ ეხა ჩვენი ლაპარაკის ღირსს არ არის, რომ ხა უხსნა ვიღაცას ფული აიღო თუ არა. ეგ დარწმუნებული ვარ, მაგათი სრული უმრავლესობა არის, რაღაც დიდი ფული აქვს წაგებული. ეხა ალბათ რაღაცა ტენა 1-2 თვის ხელფასი და წააგო და ეხა თვითონ კი არის დებილი რომ ამდენ ფული წააგო და რაღაც ილიას ბრალიც არ არის დაჟე ანუ ტრამპმა იჩალიჩა რომ ამას ფული არ მოიგო აი ამან რომ 25 დოლარი დადო და ვერ მოიგო ეგ იმის ბრალია რომ ტრამპს არ უნდოდა ეგრე თურმე აი გაფრენილი აქვს ხალხს და მოკლედ გაყიდვას რაც შეეხება სრულისრულად და ეს დოპინგი და რაღაცები უკვე ჭორაობა არის რა ეხლა რა ვიცი თუ გინა ეგრე იფიქრე თუ გინა არ იფიქრო მაგრამ ეგ სერიოზულად განხილვის თემა არ არის რა შენ თუ იქ არ იყავი შენ თვალით რომ დაარჭეს ის ნემსი ყველა ლაპარაკობ და აზრი არ აქვს მაგ ლაპარაკი 100%. მე ვფიქრობ რომ უბრალოდ მეინსტრიმული გახდა MMA და ძალიან მეინსტრიმული რო გახდა, ამიტომ ფეხბურთთან და რაღაცასთან და ეს რაღაცასთან შეფარდებული და ხო ესე გაყიდვა და უკვე მართლა ყველა მეორე ლაპარაკობს. ყველა მეორე კი არა 10-დან 9 კაცი ლაპარაკობს ზოლაზე რო ვთქვათ რა. ყველა მეორე კიდე ცუდათაა შეფასებული ყველა მეორე ისოს ნახევარია რაღაცა ვау 10-დან 9 კაცი ლაპარაკობს მაგ ზოლაზე და მეინსტრიმის ნაწილი რო არის უბრალოდ მაგი არის რომ ყველაზე კაზუალური და უაზრო აზრები იჩნდება. ამისი TikTok-ზე live ნახე, ამის TikTok-ზე და live ნახე და დიდი კონფერენცია იყო მაქსიმალური რაოდენობით და თათბირობდნენ და მოხდა, короче, ვიღაცა აფტკიცებდა რომ მოისვირეთ სადახარი 5 წუთი შევიწოფე თავი. ხელთათმანებში შეიჩაოდენ ხო არის ხა ასანტი ჩაუდენ ხელთათმანში და რაღაცა უაზრობები ვერა ყველაფერი ლაპარაკე და შეიძლება ლაპარაკობა და ის ლაპარაკი შეიძლება რა. პსიქოლოგიური თეორია მაგაზე მარტო და გავიცი რა თუ კი არა ნეგატივი და სირცხვილია და მაგის საუბარი მაგის სირცხვილიას გამოყენებაც არ შეიძლება სასაცილო არის ეგ შემთხვევით კომედიის ნაწილია უბრალოდ რა მაგი რა რო ხალხი მაგის სირკული რიგორებს სადაც რაღაცას რა და კიდე ერთი რაც შეიძლება თქვა რომ ანუ იმდენად დიდი არის ილია რომ აი რომ იმის დაჯერება ვიღაცებისთვის რომ მართლა ბრძოლა წააგო იმდენად რთულია რომ აი რაღაც სხვა რაღაცებს ეძებენ რა და თვითონ ილია რამდენად მაგარია მაგასაც უსვავს ხალხს აი ჭორაობა. ბიჭო, ხდებიან თუ არა რა, ბენო, ბიჭო, ყველას გეკითხებით, რომ აი შეურაცხყოფა არის, რომ აი მებრძოლს ეტყვი, რომ ბრძოლა გაყიდა რა, ხო აზე ხარ. თან ვიზე საუბრობენ რა, ხო აზე ხარ რა. King of Kings ძვაო რა, ჩემპიონების ჩემპიონს ილია თოფურიაზე. რავი, მაგას რო ხდებოდნენ, არც იტყოდნენ, არა ვერ ხდებიან სავარაუდოდ და ნუ უნდა უთხრა მე და უნდა მიახვედრო ცოტა ისე უნდა დაელაპარაკო რა როგორ რანაირად ხდება ამ ბრძოლებში მე საუბარი მქონდა მეთქი და ანუ სადღაც სავარაუდო აზრები არის რომ 10 მილიონზე მეც გააკეთებდა ილია მაგ ბრძოლაში არაოფიციალურ ჰონორარებს იქეთა მაგას და ბევრი ფაქტორები სპონსორებით და ტიმ მაგრამ 10 მილიონად მეც დავწვებოდიო ხო და მაგას დაწოლა არ ჟივდებოდა მეთქი 10 მილიონად მაგ პროსტა გამოსულაში უყდიდნენ მეთქი პლუს და რა უნდა გაეყიდა მეთქი თან დაწვა ილია ეგეთ ჩხუბ აიცი ყველა რა მე უხსენ რომ 10 მილიონს უხდიდნენ როგორც ჰონორარს აგროვებდა მეთქი 10 მილიონ დოლარს მეთქი მაგაში თქო რა 10-მდე აგროვებდა რაღაცას და ტიპა 1000 მე დავიდოდი და დავწვებოდიო და გასარია რა მაგრამ ამას დაწოლაში არ უხდიდნენ 10 მილიონს ზოლაში უხდიდნენ რა თქმა უნდა შედეგიდან გამომდინარე ლოგიკაშიც არ ჯდება რომ ილიამ ბრძოლა გაყიდა ბრძოლა რო გაიყიდა დათანხმდებოდა ექიმის იმას რომ მესამე რაუნდში всё მორჩა ექიმა თქვა რომ აღარ შეულიაო გააგრძელოსო ბრძოლაო ილიამ არა გავაგრძელებო შემდეგ მაგ გოდარდმაც ხელახლა გაუმეორა კითხვა და გააგრძელეს მეოთხე რაუნდში გავიდნენ და გაყიდული რო ყოფილიყო ბრძოლა მანდაც დათანხმდებოდა პრეტენზიაც არ ექნებოდა პლუს 5 წლის სიცოცხლე დააკლდა იმ მეოთხე რაუნდში
ჩვენ რო საუბრობდით რა, ყველა ვიყავით მგონი რა, არ მახსოვს ზუსტად რა წინა ეპიზოდში ნახევრად რო ვიხუმრეთ და რაღაცა რო ანუ ილია რო ვიყოთ მეთქი თერთ სახში წყალს და რაღაცა არაფერს არ ვიმიღებთ მეთქი ხო აზე ხარ ეგ უკვე ისეთი პონტია რა უკვე რაღაც პოლიტიკური და რაღაცა რო ბევრი ხალხი იძახის და გონია თაღონდ რავი ისეთი ხალხი არა რომ რაღაც MMA-ს უყურებდნენ რა მაგრამ აი ლუკა შენ სწორად თქვი რომ ისეთ დონეზე არის ილია რა რომ აი ყველა უყურებს ხო აზე ხარ უკვე რა ილიას ბრძოლა რო არის იმდენად დიდი არის ილია რომ ყველაზე გადადის რა გინდა ბებოზე ბიძაზე რომ საერთოდ არ უყურებენ რა გადავიდა უკვე მასიურად რა და რომ რა გეგონათო რომ ვინმე სხვას არა ამერიკელს მოაგებინებნენო ის იმასო და ბიჭო ისეთი ცხოვრება არის რომ ეხლა მაგას მართლა ვერ დაამტკიცებ ისეთი რაღაცეები ხდება რომ რა იცი რა ეხლა მაგრამ ნუ ეხლა აქ ეხლა მაგას აზრი არა ხო არა ნუ რა ვიცი ეხლა ამერიკის პრეზიდენტმა კი მოიპარა სხვა ქვეყნის პრეზიდენტი და ჩაიყვანა ამერიკაში ხო ნუ ისეთი რაღაცეები მაგ ლოგიკით კი ბევრი რაღაც შეუძლია გასაგებია უბრალოდ მე იმას ვფიქრობ რომ გეიჯს რაც უჩხუბია აქამდე ის გეიჯი იქ White House-ში არ გამოვიდოდა 10-ჯერ უკეთესი გეიჯი. იმიტომ რომ გარემო სივრცე რატო და რის გამო ხდებოდა ეგ White House შეჯიბრი მაგასაც ხო გააჩნია რა. ეგ სადღაცას ლას-ვეგასში რომელიღაცა ივენთი არ იყო. ლას-ვეგასში არ ტარდებოდა ეგ ივენთი. ვერად უფრო მზად და მენტალურად უფრო ძლიერად იქნებოდა. ესე გეიჯზეც ცოტა არ იყოს და ძალიან დიდი წნეხი იყო მანდ. მაგ მომენტში. კი, აბა. ნუ ეგ შეიძლება უფრო მეტად ის გეიჯზე სასარგებლოდ გადაიხარა ეგ წნეხი. გახსოვს გიო ვამბობდი და ბიჭებო მაგას რომ ეს არის ჯასტინ გეიჯისთვის ყველაზე დიდი დღე, ყველაზე დიდი 25 წუთი ამ ისტორიაში რა. და ჯასტინ გეიჯიმ ყველაფერი გააკეთა მაგისთვის, რაც არ უნდა ეხავდეს ახლა ილიას დამარცხება და ანუ ასე ვთქვათ, მაგრამ რაღაცაში იმდენად ანუ ვაფასებ ჯასტინ გეიჯის გავლილ გზას რა. იმიტომ რომ ჯასტინ გეიჯი პირველი მარცხი რო განიცადა 17-0 18-0 იყო პირველი მარცხი რო განიცადა UFC-ში წარმოვიდგინე რა რაღაც მომენტში ილიას ჯასტინ გეიჯის ნაირი გზას გადის მაგ მომენტში და რაღაც აი ულტიმატიური დღე იყო ერთი დღე ქონდა 25 წუთი ქონდა რომ როგის ისტორია დაეწერა და ნუ მართლა როგის ისტორია დაწერა და საიდან გამოძრა საიდან ამოქაჩა რა ქნა ვაფშე წაგებული დაფინიშებული ბრძოლიდან ადგა ტიპმა რა და მისი ერთი დღე ქონდა ცხოვრებაში, რომელიცაც დამახსოვრდება ყოველთვის, რა თქმა უნდა, მისი ენაღამ და ყველა ბრძოლა ჰაილაიტია, მაგრამ ამ დღით იქნება მარტო დამახსოვრებული ჯასტინ გეიჯი სპორტის ისტორიაში შევა ის რა. ეს იყო მისი დღე, ყველაფერი დააშავა სილგანისგან უფრო მეცი მიმძურეს ველოდებოდით ყველა და ჯასტინ გეიჯი ყველაფერი დაარტყა, რაც შეეძლო, აი პოკებიდან დაწყებული ყველაფერი გააკეთა. მაგრამ სპორტის ნაწილია მისი დღე იყო და მისი თავი მიიტანა საუკეთესო ვერსიად. ჩემი აზრით, მართლა საუკეთესო ვერსიად მიიტანა ის თავი. ამდენად მოტივირებული და პირველი რაუნდშიც აი კარგად ამოყურებელი ჯასტინ გეიჯი არასოდეს არც მინახავს რა სიმართლე რა. ძალიან გამაოცა ჯასტინ გეიჯი. და არა მარტო მე, საერთოდ ყველა გამაოცა. და მგონი ისე უნდა უგულშემატკივროთ ილიას, რომ მის ოპონენტს არ უნდა შეურაცხყოფა არ უნდა მოვაყენოთ რა. ხო აზე ხარ პირიქით ეს არის ჩემი აზრით რა სწორი საქციელი რა ხო და რავი აი მთელი მსოფლიო რა მთელი MMA სამყარო რავი გამოხმაურდა რა ამ ჩხუბის მერე აი ეხაც რო შეხვიდე არ ჩერდება რა და რა ვიცი ისეთ ხალხმა დაუჭირა მხარი სხვათა შორის ბევრმა რა ილიას ხო ნახეთ რა ანუ ისეც არ მეგონა რომ პირიქით მეგონა რომ ხო აზე ხარ რომ ეხლა ხამზატმა რო თქვა რა რომ შენ არ უნდა გაგიხარდეს სხვის დამარცხება შენი გამარჯვება უნდა გაგიხარდეს მაგრამ სხვას რო რაღაცა ცუდი მოუვა იმითი არ უნდა იხარო და აი ეს ძალიან კარგი სიტყვები არის და სწორად მიმაჩნია რომ შენ შეგიძლია რომ შენი მიღწევით იამაყო და იხარო და სხვისი დავარდნით ეგ არ არის კაი რაღაცა რა მაგრამ ხო კონარ მაგრეგორზე თუ ნახეთ რა ლუკ გეგონათ რომ კონარ მაგრეგორისგან იქნებოდა ესეთი რეაქცია იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიტყვები ქონდათ გაცვლილი რა ხო აზე ხარ მაგას და კონერს და ისე გამოვიდა რომ თავიდან მეგონა რომ წავიკითხე რომ ვითომ პირიქით ილიასზე მიდიოდა ხო აზე ხარ რომ
რაღაც ნეგატიურად, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ პოზიტივი თქვა, ხო, ლუკ? კონორმა მთლიანად სპორტი დაიცვა რა, რაღაც ეგრე გამოუვიდა, რომ ეს ტერენსი რომ ამბობდა რომ მეოკრივში მომიგებდაო, ეს მაგას ამბობდაო და ანუ ისე ჩხუბში წააგო ამ ბავშვმაო, ქიც ეძახის ილია, რომ შენ სადაც შესulis ტრაკის არ აგაქვს. ანუ ბავშვმა MMA ბრძოლა წააგო და შენ რაღაც არ გაქვს უფლება მოკლე ილაპარაკო ამაზეო რა და რაღაცა ხო ილიას მხარე ზადგა და როგორც სპორტის მხარე დაიჭირა და კი რა ველოდებოდი რატო არა კონორს ზოგადად ბევრი რამე ეშლება ხოლმე მაგრამ ხშირად ძალიან on point არის რა ბიჭო და ის რაღაც ხო თქვა კიდე მახსოვს რა ეხლა ზუსტად quote არ მაქვს მაგრამ ამიდან მაგარი დაბრუნდება უფრო და რაღაც ეგეთიც თქვა რა არა მგონი ძალიან მახსოვს მაგრამ მე მგონი კი დიდი პოსტი ქონდა კი და მაგას არ ველოდი და ეხლა პადი პიმბლეტი რო ხო აზე ხარ ფარტის გააწყობდა და ვიცი სიმართლე რო გითხრა მახაჩევისგანაც რა ცოტა ისეთი არის რა მაგრამ იყო რა მოკლედ აი როცა ესეთი ვარსკვლავი ხარ ძმაო აი ყველა შენ გიყურებს ხო აზე ხარ თან კონა მაგრეგორს ეს ხო გამოცდილი აქვს ძმებო რა ეხლა შეიძლება დამომარცხებელი არ იყო რა მაშინ მაგრამ UFC-ში პირველი მარცხი იყო იგივე გამოდის დაახლოებით იგივე სიტუაცია ნეიდიასთან რო დამარცხდა რა ხო გასოდა მაგას უნდა ესმოდეს და ესმის და აჩვენა რომ ესმის ეს ამბავი და ხამზატმაც აჩვენა ზუსტად იგივე რამე რა ხო აზე ხარ რა და ისენი ჰაინა როგორ არის ქართულად ისენი ჰაინა აფთარებისავით ხო აზე ნუ პადი პიმ არ განსაჯი იმიტომ რომ სპორტი იმხელა დიდია და ანუ მაგი მოვლენა ზოგადად იმხელა შოკირებადი არის ხო ხა წარმოვიდგინე ბევრ სხვა სიტუაციაში ანუ სპორტი იმხელაზე დიდი არის რომ ყველა ედობა და ყველას უნდა მაგიდან ხაიპი მოიპოვოს განსაკუთრებულად იმ პირებს ვინც უშუალოდ ჩართული იყო ილიასთან კონფრონტაციებში რა მაგით მახავდა რომ მისე გადავიდნენ მაგათ ილაპარაკონ და მაგათ აქციელებზე ილაპარაკონ მაგიდან გამომდინარე მე არც ვაქცევ ყურადღებას მე უფრო ილიას პასუხი მომეწონა ანუ ეს პოსტი რაც დადო რომელსაც სავარაუდო ინტერნეტი დაანგრია და მართლა არა მარტო ჩემი მეგობრებისგან ყველგან დევს მაგ პოსტი გადაზიარების თვალსაზრისით ანუ რა პასუხი გასცა მის ვარსკვლავს რა იყავი შენ დღეს საუკეთესო შენი დღე იყო გილოცავ შეასრულე შენი სიტყვები მე დავბრუნდები всё დამთავრდა ეს არის მთელი სპორტი ეს არის უდიდესი სპორტი უდიდესი მიღწევების და ანუ აღნიშნა რომ ჯასტინ გეიჯი მისი უდიდესი მიღწევა ცხოვრებაში გააკეთა მეც ვეთანხმები 100%-ით მაგრამ ხვალინდელი დღე დადგება და გაგრძელდება ყველაფერი ილიას რაც შეეხება ხო ერთი ყველაზე დიდი რაც არის რაც მე გულს მithობს ხო რომ ჩვენ კიდე ახლა ილიას ეს ბრძოლას იგებდა მე ვერ ხედავდი ორ ბრძოლაზე მეტი რატო უნდა ჩაატაროს ილიამ რა სადაც ჯერას არმანას გახსნინდა სტილისტიკურად ჩვაზე როგორც ამბობდი გეიჯი სტილისტიკურად უფრო საფრთხე მეტოქი არის თოფურიასთვის ვიდრე არმანი არმან სტილისტიკურად გახსნიდა ჩვაზე და რავი კიდე ერთ ფან ფაიტს ჩაატარებდა და დამთავრდებოდა კარიერა ასე 1-5-6 წელი კარიერა სავარაუდოდ გვაქვს ილიასი წინ და რავი რა ძალიან დიდი შოუ გვაქვს წინასწარ აგიდან გამომდინარე თუ გეიჯი დარჩება გეიჯისთან ამხელა მეგარევანში იქნება წარმოიდგინე მაგ მეგარევანშის მე შეიძლება ტრილოგიაც მოდეს არმანის ყავს ანუ კიდე რამდენი ბრძოლები დაგვემატა ილია თოფურის შესრულებით მე ძალიან პოზიტიურ რაღაცას ხედავ მაგაში რომ კიდე მაინც რაღაც შევიძინეთ მარცხის შემდეგ რა ეს არის ილია თოფურის კარიერის გაგრძელება რაც ძალიან მნიშვნელოვანი რა კიდე სერჯიო რამოსმაც მაგარი ის დადო ძალიან რომ აი გემიდანო ეხა ბევრი ჩამოვარდაო და ეხა უფრო მაგრა ვივლითო და ძალიან მაგრა დაბევასა რა და კიდე რა გიენები თუ რა ქვია აფთრები თუ რაღაც ის იაია როდრიგეს და ხოაზე ხარ აი მასტები იაი როდრიგეს რა სიკვდილი უნდა იაია როდრიგეს მე მგონი მაგას დაეწყირა ისი ვოლკს რო მოვუგო მე ეძახდა რომ ეს იაირი ორტეგა ისინი არ მინდაო მაგასთან არ დავიცავო რა ესე ხალხი ხუჯერო იჭუეთ ხავარს და ყველამ წააგო ახალი ხალხი მინდა ალბათ ჩარჩენილი აქვს 4 წლის წინ რო თქვა ილიამ რომ იაირს არ უიჭუბებიო და ესეც ბიჭო იაირზე რო ეძახციო გახსოვსო ეხა მეც ვიტყვიო ეგეთ კომენტარი დაწერა ვაფშე იჭუბო 2 წელია წამოწოლილი არის სად არის ვაფშე ადიპიმბლედზე ჯასტინ გეიჩის მარცხის მერე ხო გახსოვთ რა თქვა რომ ერთი საქმე ქონდაო ბებერი კაცის მარცხიო და ეგეც ვერ ქენიო რა და ეხა რავი ალბათ რთულია როცა პადი პიმბლეტი ხარ და ესეთ ან ვინც არ უნდა იყო რომ ხოაზე ხარ შენზე მოდიან
ანუ რო გაცემ რა, მიღებაც უნდა შეგეძლოს, ხო? ეგეთი ვარიანტი არის, ხო? და პადინმა უბრალოდ რეალურად საშინელი არის კომენტარები ვინც დაწერა, რო შეხედო, სულ 3 მახსოვს. ეგენი ყველა არიან ილიას პოტენციური მეტოქეები რა და ანუ მეორენაირად უნდა გაიგო რომ ახურებენ მაინც ბრძოლას რა. ანუ პედისაც, არმანსაც და ილიასაც შეიძლება ან ალბათ უფრო შეხვდება მაქსამს მომავალში და ჭირდებათ ეს აი აქედანვე. ეხა პედი მე მაგალითად მაგაზე მინდოდა მეკითხა მე ვიღაც თქვენთვის რომ დაბრუნდება, ეხა მირჩევნია რომ ცოტა ისეთი ბრძოლა აიღოს ერთი. აი შესახურებელს რო ეძახიან რა. და ეხა პიმბლეტმა მაგალითად ხურებელი ილიასთვის თუ მოუგო ეხა ბენუა სენდენის პიმბლეტმა რა. აი რატო არა? აი მე მაგალითად სიამოვნებით ნახავდი ხა მაგას. შენ უკვე გადახვედი ლუკ იმაზე რომ რა არის შემდეგი ილიაზე რა, მაგრამ უბრალოდ რათა ვლაპარაკობდით იმას დაუკავშირე რომ ანუ ეგ კომენტარები რაღაც აფთრები გამოვიდნენ იყო ისლამის, პიმბლეტის და არმანის და ეს სამივე მებრძოლი არის პოტენციური მეტოქე და ხურდება რა ბრძოლა რა. დარწმუნებული ვარ სამივე პატივს უცემს ეხა ილიას როგორც მებრძოლს უბრალოდ ეგეთი დროა ეხა რომ ეგეთი რაღაცებს რო ილაპარაკებ, მე უფრო აინტერესებს ხალხს, მე მეტყულ გადაგიხდიან და ჩემი აზრით ეგ ბრძოლები ხურდება ეხა მაგ რაღაცეებით. არა, ეს შანსი პირდაპირ რას იტყვით ბიჭებო? პროვოკატიული იქნება. პირდაპირ რემატჩზე რას იტყვით? რა თქმა უნდა, ეგ არის საუკეთესო ვარიანტი რა, ეგ არის საუკეთესო ვარიანტი ჩემი აზრით. ოღონდ პირდაპირ ილიას პირდაპირ დემოს რო ძალიან ჯერებერთი რეაბილიტაციას დრო ჟირდება. მე პირდაპირ დემოში ვიჯობია ერთი ბრძოლა კიდე ჩაატაროს და ისე დაბრუნდეს. ახლა გეიჯისთვის ოკეი, კიდე ერთი ბრძოლა ახლა ილიას გამოჯამრთელებას ვერ დაელოდება, მაგრამ ილია რო გამოჯამრთელდება, მე პირდაპირ დემოში რო დააჯახო. როგორ აქ კიდე მომენტი ილია იმხელა ვარსკვლავი არის, ხო US-ისთვის იმხელა რესურსია, რომ შეიძლება მისცენ პირდაპირ დემოში და გამოიყენონ. მე უბრალოდ სპორტული თვალსაზრისით ვამბობ. სახურებს. ჯობია რომ პედი პიმბლეტი გადახოს შვაზე, ყველაზე გაიგოთ ან არმანი გალახოს ლავში. ორივე ჩემი აზრით ერთი easiest match-ები არის იმისთვის რა ქვია რა. ტოპური არის გინდა არმანი, გინდა პედი პიმბლეტი, ერთი დონის სიმარტივის ბრძოლა არის. და შეიძლება არმანი სადღაც უფრო მარტივი იყოს რა მაგ ბრძოლაში. და მე მირჩევნია ვიღაც მაგაზე გაატაროს 25 წუთი, კიდე რომ შეეჩვიოს ღრმა წყალს, ასე რომ ვთქვათ რა, სადაც მართლა რო ვთქვათ, ხო, მეორეთ იყო მე-4 რაუნდში ილია და ასეთ სიღმეში მეორეთ იყო რა. დამაზე ანუ მე მირჩევნია რომ კიდე ერთხელ გაატაროს როგორც უშემატკივარი, როგორც სპორტის მომხრე, მაგა და იმ შემდეგ დაბრუნდეს title shot-ზე რა, თუ იქნება, რა თქმა უნდა. თუ იქნება გეჯი. არის გეჯი პრობლემა. ბენო, შენც ალბათ გამოგივა 1 წელი, რომ არ იქნები აქტიური, ხო? შენ რო დაბრუნდები. აი მე ნახე ეხა ილია ბოლოს მე ვიბრძოლე, ილია რო შეხვდა იმას ოლივეირას. მაშინ ივნისი იყო. 1 წელი გამოდის რომ უკვე აღარ ვიბრძოლია. მე სავარაუდოდ დეკემბრამდე მაინც ვერ დავბრუნდები. ანუ წელიწადზე მეტი გამოდის. ძალიან ცუდია ზოგადად ესე ამდენი ხანი. მაგიტო გეკითხები რომ ეს 1 წელიწადი რო ქონდა რა, ისა პაუზა უბრძოლოთ რა. ქონდა მაგას ნეგატიური ეფექტი შენი პროფესიონალური აზრით, როგორც მებრძოლი, ისე გეკითხები რა. აი იცი რა არის, ყველასთვის არა. ზოგისთვის შეიძლება იყოს, ზოგისთვის არა. ეხლა ჩემ შემთხვევაში მე ტრავმა მქონდა და მაგიტომ ვიყავი გაჩერებული, ილიას ტრავმა არ აქვს, მაგრამ ნუ ეს ხო ვიცი მარტო სპორტი არა, ბიზნესიცაა და ესე ყოველ წამ და უწუმ ჩხუბებს აღარ მიცემენ ილიას თუ მიცემენ ისე ჩხუბს რა, აი White House-ი როგორიც არის, როგორ ლეველისიც არის. არა, ნუ იმას ვიძახი რომ 1 წელიწადი არ იჩხუბა, ვერ იჩხუბა, ხო, რა გარკვეული მიზეზების გამო. ტრავმა არ იყო, მაგრამ ანუ რო არ იჩხუბა ეს 1 წელიწადი და ეგრევე რო შევიდა ესეთ დონეზე, მაგას თუ ქონდა რა. არა, მგონია რამე შეეცვალა ამას. არა. პირიქით, გონია რომ უფრო უკეთესად მოემზადა, უფრო კარგად დაასვენა ორგანიზმი. ეხა მოდი რა ბრძოლაზე ვიბაზროთ რა, მაგაზე გადავდივართ თვითონ ბრძოლაზე რა. და როგორ ფორმაში იყო ილია და ნახეთ თუ არა რაღაც ანუ განსხვავებული რაღაც ქცევები ან როგორ შეაფასებ თვითონ ილიას პერფორმანსს რა. ფიზიკურად მე მგონი გადასარევ ფორმაში იყო. თუ ანუ თვითონაც ამბობს რომ ესეთი კაი კემპი არ მქონიაო, განსხვავება ის იყო რომ მეტი კუნთოვანი მასა ჰქონდა, უფრო ჯანზე ჩანდა რა. წინა ბრძოლაში ოდნავ პატარა იყო, მაგრამ პატარა ცუც არ ნიშნავს, უფრო
მაგ ხელა მასა კერძზე და ხრებზე არ ედო რა, ოდნავ გაიდებული იყო. და ბრძოლას რაც შეეხება, ანუ თვითონ ილია არის ეგეთი ტიპი, ბევრჯერ მომისმენია, ბევრ განუხავს, რომ მე ისეთი მებრძოლი ვარ, რომელიც უბრალოდ რომ მოიგოს, მაგიტო არ გავდივარ ოქტაგონზეო რა, რომ გავდივარ რაღაცას ასწავლი უნდა ვქნაო რა, სულ იძახის რომ I will win in spectacular fashion რა და ეხაც უნდა ეგ, ანუ ეხა პროსტა რომ მოგემა დომოდა მეოთხე რაუნდში უკვე ორ თვალი დახუჭული შვილგატეხილი მაინც აქცია და მაინც მაუზე დააჭდა რა, ანუ უბრალოდ რომ პრაგმატულად მიდგომოდა პირველ რაუნდში ეს ლოგერე მოგემა, მაგრამ გადაწყვიტა და მაგას ლაპარაკობდა და მე საქმეშიც გამოსთა რომ უნდა დაინოკაუტებინა ჯასტინ გეიჯი პირველ რაუნდში რაც არავის არ უქნია და ზოგადად ჯასტინ გეიჯი ხა რომ მკითხე როგორი მებრძოლიაო პირველი მაგას ვიტყვი რომ გამძლე ტანკი რომელიც ურტყავს ძალიან ძლიერად ანუ მაგისი ღირსება არის ყველა ჭხუბში რაც ალბათ ყველაში რაც მინახავს გეიჯი ეგეთია რა ცემენ განსაკუთრებით თავიდან ცემენ იტანს და ბრუნდება ეხა იმლეთთან ძალიან გაილახა მაგალითად ფიზიევთან ორივე ჭხუბში თავიდან აგება და მე ანუ ეგეთი მებრძოლია რა ჯასტინი და გადაწყვიტა რომ აი თავის თამაშში სადაც ყველაზე ძლიერია აი მაგ ჩეხაობაში ესეთ ყველაზე ძლიერი მებრძოლია ჯასტინ გეიჯი მაგნაირ ბრძოლაში ეგეთ ქაოსში არის ყველაზე კომფორტულად გეიჯი ანუ თან სასწაულად ამტანი მებრძოლია აი დოპინგზე ლაპარაკობდნენ რომ დოპინგი ხო არ ქონა მიღებული რეებს გაუძლო ან რო ყოფილიყო აი ვიღაც ბენილ დარიუში რომელიც ეხა რა ძალიან მარტივად ითიშება და ეგ აეტანა და მე მობრუნებულიყო მან გაშთებოდა ეკითხები რომ ამ კაცს რა ჭირს აქამდე ითიშებოდა და ეხა მაგრამ ჯასტინ გეიჯი ხო არ არის ეგ ტიპი რა პირველად ნახეთ ეგეთი ჭუბი რომ რაღაც დაწყვეტს გაუძლო და რაღაც ილიამ გადაწყვიტა რომ ეხა შევალ და დავამტყრევ პირველ მეორე რაუნდში ანუ დისტანციას ფარავდა და მეორე რაუნდის აი ეს მონაკვეთი რო არის რაღაც მიმყლეული რო ყავს და რო კლავს აი მან ჩადო ალბათ ენერგიის 90%. ნუ ალბათ ზედმეტი კონტური მასაც რა ქონდა, ზედმეტი რა მეტი კონტური მასაც რა ქონდა, მაგანაც ოდნა უფრო დაღალა. და უკვე მესამე რაუნდი რო დაიწყო, იყო სრულიად დაცლილი ენერგიისგან და პლუს ალბათ პირველ რაუნდში რო გაატარა ის დატმა რომელმაც ხვირი გაუტეხა და თვალთან გაუჭრა, მგონია რომ სუნთქვა უკვე მაქედანვე არეული ქონდა. და აი ფინიშზე რო წავიდა მეორეში უკვე თან გრეპლინგიცა და ჭიდაობა გრაუნდ ფაუნდი აი მან ცოტა ზარმაც გადაარჩინა რა saved by the bell რო ამბობენ ხომ ამერიკელები გეიჯი მაგრამ აი დახარჯა რა მეორე რაუნდის ბოლოს მთლიანი სტამინა და მაგბრძოლაში კიდევ ახლა გამოსთა რომ სპორტსმენის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი უნარი და ზოგადად სპორტის ამ სპორტში განსაკუთრებით რა ყველა სპორტში გამორჩეული სკილი არის ენერგიის გადანაწილების უნარი რა. ამ რამდენად აი მაგას იაზრებ რომ ეხა პირველი რაუნდია, კიდევ უნდა ვიჭხუბო 25 წუთი და ეხა ისეთი რამე არ ვქნა რომ მე აი ყველაზე მეტად მებრძოლს ზოგადად სპორტსმენს ეჩინია დაღლის რა. ამ დაღლილი რო ხარ აზრი აღარ აქვს შენ არც ერთ სკილს და იყო ფაქტორი ის რომ პირველ რაუნდში მართლა გაიტეხა ეს და ნუ მე ექიმმა თქვა როგორც ვიცი რომ მცირე მოტეხილობა აქვს და ადაჭირდება ქირურგიო, აი ეს აქ რა. მე ორივე თვალი რო გავუსივდა, ალბათ მახიან უკვე სუნთქვა აერია და მეორეში სრული ოლინი რო ჩადოდა, აი 1000 დაკმა რო გაუტარა, ალბათ მანდ ენერგიიდან სულ დაიცალა და მე უკვე ჯასტინის იყო ეგზოლანტლიანად რა. ბენო, შენი აზრით იყო ილია თავისი პრაიმ ვერსია და ვიცი რომ შენ ამ ბრძოლაზე ცოტათი გესაუბრე რა. სანამ იქნებოდა ეს ბრძოლა და შენ თქვი რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნებაო რა მახსოვს მგონი რომ ეგრე რო იძახიანო ეგრე პირველ რაუნდში არ ამგონიაო გაგრძელდებაო რა მგონი მეოთხე რაუნდშიო თუ რაღაც ხო მოიგებს ოილიაო კი ჩვენ ადრე ვისაუბრეთ და მე გითხარი რომ ნუ იქიდან გამომდინარე რომ White House-ია და სხვა დატვირთვა აქვს ჯასტინისთვის ამ ბრძოლას ვიდრე რაღაცას აპექსში ჭუბს იქიდან გამომდინარე ვფიქრობდი რომ ჯასტინი ესეც გავდა ამერიკაში ვფიქრობდი რომ ჯასტინს ექნებოდა თემა ის რომ უბრალოდ გადარჩეს და არ გაითიშოს და მივიდეს 5 რაუნდამდე და დესიჟენამდე მისულიყო რაღაცნაირად ესე ვფიქრობდი მე თავიდან ხო ნუ ჯასტინმა იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე მოველოდი შვენივრად გააკეთა თავის საქმე და კარგი დაგეგმარება ჰქონდა რაც შეეხება ეხა ილიაზე რო ვილაპარაკოთ ილია ძალიან ესე იყო რა შვენივრად იყო მომზადებული რაღაცეები გეიმ პლანში კი ცოტა აერია
აერია იქიდან გამომდინარე რომ მეორე რაუნდში ვერ გათიშა, ვერ დააფინიშა იმ ბოდიშოთებიდან და გეთანხმები ლუკა რომ თავისი ენერგიის რავი უმეტესი ნაწილი მან დახარჯა და შემდეგ უკვე მესამე რაუნდში რო გავიდა ფაქტიურად არც არაფერს არ შეუძლია უბრალოდ იდგა და ცდილობდა რომ დაესვენა და სავარაუდოდ მესამე რაუნდს ეგრე გაატარებდა და მეოთხე მეხუთე რაუნდი ისე ვიბრძოლებდა მესამე რაუნდი აღდგენა უნდოდა მაგრამ ჯასტინმა არ დააცადა ამ აღდგენასიდან ხო ნუ მოკლედ ესე იყო ისე კითხვა გამიმორისკიო ანუ ორბისტიკში იყო რა თავის პრაიმ ვერსია იყო თუ არა იმიტომ რომ ბევრი ის იყო რა კრიტიციზმი როგორც ვახსენე რა რომ თითქოს როგორ underestimate როგორ არის თითქოს ისე არ დააფასა შენი არის ეგეთი რომ უფრო უნდა დაეფასებინა ჯასტინი ანუ თავიდან ისე ძალიან წინ მიდიოდა რომ ვითომ ის ჯაბები და ის დარტყმები რომ მოდიოდა არაუშავს ამებს ხოაზე ხარ რა ამიტომ ძალიან ბევრი გაატარა თავიდან და თავიდანვე ქონდა ხო ის პირველ რაუნდში არისო რომ კი ის პირველ რაუნდში ჯებიდან გააუცი და მარჯვენა თვალი ხო კი მარჯვენა უკანა თვალი მარჯვენა თვალი გაუსვიდა. არა, ამდენმე ეგ არისო იდეაში თემა ის იყო, რომ უბრალოდ ჩხუბი ისე არ წავიდა, როგორც თვითონ უნდოდა რა. აი მეორე რაუნდში რომ დაიფინიშებია, მე უფრო სხვანაირად დატრიალდებოდა ყველაფერი. ანუ უფრო მეტი ზიანი რომ მიიღო, მაგრამ რა ვიცი. სხვა ადამიანი გამოვიდა იქიდან, მე მესამე რაუნდში საერთოდ სხვა ადამიანი დავინახე ჯასტინის მხრიდან რა. ხო ერთი ისაა რომ ნახეთ თავიდან ილია იყო featherweight მოჩხუბარი lightweight-ში აიწია lightweight-ში რო იწევა ნუ კუნთის მასას იზრდი მაგრამ ეს გაზრდილი წონა უფრო სხვა არის ვიდრე ბუნებრივი წონა რა ანუ იცით რაც გულისხმობ ილია არის featherweight-ის მოჩხუბარი კი უჭირდა დაკლება გასაგებია მაგრამ lightweight-ში უფრო მეტად დიდები არიან რა. უფრო თვითონაც ხა უფრო მეტად დიდი გამოვიდა, უფრო მეტი კუნთი ჰქონდა, უფრო მეტ კუნთს, უფრო მეტი ჟანგბადი სჭირდება და ის სკილები რაც ილიას აქვს და რასაც featherweight-ში აჩვენებდა ხალხს, ის სკილები lightweight-ში ასეთ ისე ვერ ანახა რა. რასაც უყურე უფრო მეტად იყო თითო დარტყმებზე. აი პირველ რაუნდში თუ შეხედეთ, მარჯვენა ქროსი ძალიან ბევრი მოარტყა, ძალიან ბევრჯერ მოარტყა. თითო ძლიერ დარტყმაზე იყო კონცენტრირებული უფრო რა. კი, დარტყმის უფრო მეტი ჰქონდა ვიდრე featherweight-ში, მაგრამ მისი მოწინააღმდეგე შედარებით დიდია და მისი დარტყმაც იმ დიდ მოწინააღმდეგეზე უფრო სუსტად აღიბეჭდება რა. ეს იყო კიდე რაც მინდოდა მეთქვა. იმედია მიხთ ხო რასო? კი, თვითონ ზომის განსხვავება, რა თქმა უნდა, თან თვითონ ადამიანის ზომის განსხვავება რა. ხვიჩ მოგვეცი რა გთხოვ coach შენი take-ი თვითონ ბრძოლაზე რა ილიას performance-ზე ამ ბრძოლაში მონაცემებზე მინდა დავილაპარაკო ილიაზე ხო დავინახე ხო რომ ახლა შენ თუ გაქვს მისია რომ გათიშო Justin Gage ხო ანუ და უნდა იქცე ნამდვილ lightweight-ად featherweight-ი ვერასოდეს ვერ გათიშოს Justin Gage-ის ძალიან რთულია რომ featherweight-მა გათიშოს Justin Gage-ი თუ არ გავიხსენებთ იმ მომენტში როცა Holloway-მ უკვე მილიარდი დარტყმა და არ გაუტარა და იმის შემდეგ მარტო შეძლო გათიშვა Justin Gage-თან ამიტომ კუნთოვანმასაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო ილიამ და მისმა გუნდმა რომ იმუშავენ რა უბრალოდ მაიკ კუნთოვანი მას იმისთვის იყო საჭირო რომ ერთი დარტყმა ჩაედოთ მიეწოდებიათ ეს დარტყმა და წარმატებას მიაღწიებიათ რა და ასეც რეალურად მიაღწიენ წარმატებას მე სიმართლე გითხრა ხო ილიას კი აღნიშნებოდა განაკაწრებით თვალებზე და ასე შემდეგ მაგრამ ის დიდი კითხვა არის რატომ იცენ პირველი რაუნდი ჩემი აზრით პირველი რაუნდი ილია მოიგო აშკარად მაგ ბრძოლაში და მეორე რაუნდში მიიყვანა ანუ მეორე რაუნდში ნახა მისი ტაიმინგები მისი კონტრშეტევები და მისი შესვლები და მიაღწია მისის უბრალოდ Justin Gage ეს მოგება იმით აღისახება რომ Justin Gage გადაიტანა მეორე რაუნდი რა რაც ნელი გადასატანი ფაქტიურად რა ტექნიკური თვალსაზრისით პლუს ახლა რა ყოველთვის ახალი ფაქტორია შენ როცა ვარჯიშობა ახალი წონით მაგი არ ნიშნავს რომ ისე იქნება ყველაფერი როგორც ბრძოლაში რა შეეშვია ვარჯიშის ახალი წონით და
ეხლა ბრძოლის მომენტი როცა დადგება ხო, მაგრამ არ ნიშნავს რომ ერთ მსგავსად იქნება ყველაფერი. რა თქმა უნდა, ილია თოფურიას 5 რაუნდიანი ბრძოლა ემეთთან რო გავიხსენოთ, ხო, იქ 5 რაუნდი სულ პაუერ პანჩებზე იყო ორიენტირებული ტიპი რა. 5 რაუნდი შეეძლო ეს გაეკეთება პაუერ პანჩები და ახალი წონით ვერ შეეძლო ამდენი პაუერ პანჩების დადგმა. ამიტომ იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამეჯი მიიღო თან ხუთში. ხო, ხო რა, მაინც შენ სიმართლე ხო მესმის მაინც დამეჯის მომენტი, მაგრამ თვითონ თავი ძალიან მაგრად ეიხარჯა მეთქი მაგას გულისხმობდი რა და ემეთთან მაგალითად არ და ემეთთანაც ძალიან ბევრი დარტყმას უშვებდა და იმდენად მეტ დარტყმას უშვებდა რომ შეფანდებული არის შემიძლია თქვა რა ბაბაც მაგის ისტორია მეძე რა ანუ თავი და იგი რა არის მე ილია თოფურია დავინახე როგორც lightweight-ი იქცა lightweight-ად ანუ მოდერნიზირება გაუკეთა მის თავს როგორც lightweight-ი ზარდა ახალი კუნთოვანი თვასაც აღნაგობითაც lightweight იყო კი გეიჯი მაღალია მაგრამ კუნთების და ანუ ჯანში აშკარად არ ჩამორჩებოდა ილია და პროსტა ეს უბრალოდ უნდა შევეგუოთ მაგას და უნდა იყოს ყველა შეგვებული ეს იყო დღეს იყო ის ჯასტინ გეიჯის ღამე სტილისტიკურად რა ხო არავინ ვინმე ფავორიტად რო დაჩათვალოს მეორე რევანში ჯასტინ გეიჯი მე ჩავხდი დელდატად იმიდან გამომდინარე რომ სკილების მონაცემებით ხო პლუს ახლა რევანში რო ილია მისი ყველა მონაცემს გამოიყენებს რომელიც აჭიდაობა ხო რომ მაგას რომ დაასრულოს ბოლომდე ხო გასაგები იქნება რა მოხდება მან რა როდესაც ჩვენ დავინახეთ რომ ილიას და ჯასტინ გეიჯის ჭიდაობა აქ იყო და ილიას გრაპლინგი აქ იყო რა ძალიან დიდი სასწრაფო განსხვავება არის ამიტომ გამომდინარე კიდე ბინძური დარტყმები ძალიან დიდი პრობლემაა ბინძური დარტყმები რა მე ძალიან დიდი მომხრე ვარ ხო არა აქვს მნიშვნელობა შენ აი გეიჯი დარტყა ესეთი მარცხენა პირდაპირ და ანუ ეს თვალში თხარა ალა უნებრივად არის თუ სპეციალურად არის ხო უნდა იყოს მინუსკულა იმიტომ რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როცა შენ იცი რომ შენი მეტოქი უკვე მინუსკულაშია ხო უკვე შენ შეგიძლია ტემპი დააგდო ბრძოლის ასე რომ თქვა და უფრო მეტი გაშრობაზე იმუშაო რა რასაც ილია არ გაკეთებდა და ილიაზე უშუალოდ საუბარი არც არის მაგ მომენტში რა მე იმას ვამბობ რომ ძალიან ბევრი ნიუანსები იყო რომელმაც გადაწონა გეიჯისკენ ეს საღამო მე-3-4 რაუნდში მეტი არაფერი რა და ეს არის ბინძური დარტყმები ეს არის რაღაც მოქმედებები პადისთანაც იგივე გააკეთა ზუსტად ხო რა ეს არის რაღაც ძიმე მებრძოლია მე მესმის მაგის სტილისტიკური მონაცემები ძიმე მებრძოლი აქვს ესეთი სტილი აქვს მაგრამ ეს რაღაცები უნდა იყოს რეგულირებული მის საწინააღმდეგოდ რა როგორც სილგანმაც ახლა მე კი გადავალთ მაგრამ 12 დაყვიდან 8 იყო კეფაში რომელიც დაარტყა წარმოვიდგინე იმას მაგაზე საერთოდ არაფერი არ არის თითქოს არ მოხდა ნაწილი არის რა და უნდა შევეგოთ ახლა დიდი სპორტის ნაწილი არა ხვალინდელი დღე დადგება და ვერ მოხდება მაგრამ გაიფოლქამდე უკვე მოხდება ძალიან სუფთად იყო რა ილია თოფურია რა თქმა უნდა ერთ-ერთი სუფთასი მებრძოლია რომელიც ძალიან უაზროდ სუფთად არყავს მე მგონი ერთი აიფოკიც არ აქვს აღებული არც ერთ მომენტში მისი კარიერის რა შენიშნებ ამიტომ სტილისტიკურად მე რა გზა ირჩია თოფურია მომეწონა პლუს დავამატებდი მაგას მეტ გრეპლინგს და ეგ არის რა მე მეტ ჭიდაობას და მეტ გრეპლინგს დავამატებდი რომ მე თვითონ ის სტეიგი არ მომეწონა თოფურია რო თქვა ჩხუბის წინ რომ მე არ ვიღებ და არ ვიჭიდავებ რა იჭიდავე რატო უნდა იჭიდავ რა პრობლემაა თან ჯასტინ გეიჯის და რატო უნდა იჭიდავ ო ნუ მოხდა შეხედე ახლა ხუჩა ჭიდაობაში ძალიან ჯობდა რა ერთი მომენტი იყო გეიჯიმ კი გადაიყვანა ილია მაგრამ უცებ რა სკრემბლ გააკეთა ადგა ეგრევე ხო და ბევრად ჯობდა რა სამი მომენტი იყო თუ ორი მომენტი ჭიდაობის ორივეჯერ full mount-ია რა ძალიან თავისუფლად შეეძლო რომ აიცი რა მოსაწყენი რაღაც ისეთი ჩხუბი რომ წაიყვანა თავისუფლად მაგრამ მოსაწყენი მაინც არ გამოვიდოდა ისეთი მოძრაობები იქნებოდა იქ ჭიდაობის რომ გრეპლერებს მაგრად გაუსწორდებოდათ რა იცი კიდე რა მომენტი არის და მაყურებლებსაც ვეთქვი რომ ძალიან ხშირად ვართ ჩვენ ამ სიტუაციაში ნაყოფ სადაც მაგარი მოჭიდავე მარტო კრივზე ერთობა რა კიდე გავიხსენოთ ტაირონ ვუდლი კიდე გავიხსენოთ კამარუ უსმანის რო გადაერთო და ძალიან ბევრი მოჭიდავე არის მარტო კრივზე გადაერთო დოშ ხოკიტი აგერ white house ძალიან ბევრი მოჭიდავე ერთობა power punch-ებს ესე რომ ვთქვა და მარტო მაგაზე იწყებს მუშაობას რა როცა შენ ხარ ილია თოფურია რომელსაც მართლა head-kick-ის გარდა მე მგონი ყველა ართელი არსენალი აქვს რაც არსებობს სპორტში რა top game, ground game, კრივი, რავი ყველანაირი არსენალი აქვს და მილიონი ინსტრუმენტი აქვს რა რა თქმა უნდა
უნდა გამოიყენოს რა. სტილისტიკურად მე იდეას ზოლა ყველა უმრავლესობა ბრძოლების მომწონს და შესანიშნავი გეგმა ქონდა, ვიცი რა გეგმა, დავინახე რა იდეა რა იყო, დავინახე რა მიუღებოდა კუპურია და რასაკეთებდა რა. იმედია დაბრუნდება და მეტი არსენალით უფრო მარტივად შეასრულებს ისე გამოყენებას აპირებს რა. ბიჭო და ის მომენტი იყო რომ ანუ მიიღე 1, მიიღე 2, მაგრამ მე შენ რო გაცემ აი რო დარწმუნებული ხარ რომ მე ანუ ხილს 1-2-ის მიღება, იმიტომ რომ იცი რომ შენ რო გაცემ მე ის მოისპება რა და Justin Gaethje-ის ბედი გადაწყდა იმ მეორე რაუნდში რა. ღმერთმა დაიფაროს რა, მაგრამ კინაღამ სიკვდილს რო გადარჩა რა, აი ის მეორე რაუნდში ლიამ აი რა ვიცი როგორ გადარჩა მართლა რა Justin Gaethje რა. საღოლმა რა. ჩვენ Justin Gaethje-ის მისი პროიოფსის დებიუტი რო დაინახო და მაიკლ ჯონსონი რას უყეთებდა მაგას დებიუტში და რა კამბექი დადო და ანუ ტიპა რა გააკეთა, იგივე ტიპის ბრძოლა იყო მაგის რა. კლაუდენ და მოკლა. გაიმარჯვა. ხო და გახსოვს ჩვენ რომ საუბრობდით რა, ჯერ ხალხმა არ იცოდა რა და სხვათა შორის მე მოვიწერე ეგრევე რა და მე ცოტა გამიკვირდასავით რომ ეგრევე მოწვი რა. და თქვენც მოწვით რომ ეს ბრძოლა, ну, მოკლედ ალექსანდრემ ხალხს ეგონა რომ ისა მარგო დარტმა გააჩერა, მაგრამ იქ თვითონ ალექსანდრეს მითითება იყო რა, რომ ანუ მოკლედ ეს ბრძოლა უნდა მორჩეს და გავიგე we stop the fight გავიგე რო თქვა. მე აი ეს ვნახე, ალექსასგან ეს ვნახე რა და ეს რომ ვნახე მივხვდი რომ ეს გოდარდის კი არა. პირიქით ჩვენი გაჩერებული ალექსის გაჩერებული. ეკა გავიგონე, მაგ რო ეუბნება რომ გაჩერებული. დაჟე. ფაქტის წინ დააყენა რომ დავშვიდი და დააჩერდი და მე ვაჩერებ ჩხუბს რა. კი და მოკლედ ძალიან რთული გადაწყვეტილება და ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო მაგ მომენტში ალექსანდრემ. რა ვიცი, აი ადამიანს ვისაც თავის სპორტსმენი უყვარს, ძმა რო არ იყოს რა, ვისაც უყვარს, ყველა გააჩერებდა მაგ ბრძოლას რა. აზრი არ ქონდა უბრალოდ მეხუთე რაუნდში გასვლას და კიდე პლუს 5 წელი სიცოცხლის მოკლებას. რის გამო? და ხო ძალიან პოზიტიური ფიდბექი ქონდა ამ ალექსის საქციელს რა, ხო? ადამიანი კუთხეში შესანიშნავია და საოცნებო ადამიანი არის, იმიტომ რომ რაც არ უნდა შენი ძმა იბრძოდეს და პირადულში არ გადაიყვანა და მაქსიმალურად სპორტულად შეხედა საკითხს რა. და ძალიან სწორი იქნა რომ ძალიან მაქსიმალურად სპორტულად შეხედა საკითხს. მაგიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ილიას კარიერა წინ და ბევრი რაღაცები გვაქვს წინ რა. და მე ძალიან კარგად შევაფასე მაგის აქციელი ალექსანდრეს და მე ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი არის რაც შეიძლება შენმა სეკუნდარმა გააკეთოს რა. მე არ ვარ მომხრე რომ ბრძოლა ჩემი მოხსნა ზოგადად რა, მაგრამ მაგ სიტუაციაში ვეთანხმები 100% ალექსანდრეს. ნამდვილად რა. მგონი ბევრ რამეს გადარჩა მაგის გამო, იმიტომ რომ ესპანელი ჟურნალისტის ის ვნახე რაღაც კომენტარი და ბევრგან დაიწერა ეგ სიმართლე არის რომ ანუ ეს მოტეხილობა აღმოჩნდა მცირე და არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. მაგრამ რო ყოფილიყო მეხუთე რაუნდი რა იცი რომ მცირე კი არა დიდი იყო იქნებოდა ეგ მოტეხილობა და უკვე ცხვირის არა სხვათა შორის ორბიტალზე არ იძახდნენ, ორბიტალის გატეხვა არის ყველაზე მუტალი რაღაცა რა. ხო, თვალბუდის ხო. ხო და აი აღმოჩნდა მცირე და ექიმი არ დაჭირდა გამოწერეს და რო კიდე ეჭხუბა ის მეხუთე რაუნდი რავი შეიძლება აღარ ყოფილიყო მცირე მერე და ძალიან დიდი ხანი გაგრძელებულიყო და რაღაც სერიოზულად დაზიანება მიიღო და ბიჭო სწორად მოიქცა. ბიჭო რა ცინიკური რაღაცა არის რომ ანუ ამ თვალების გამო რა ძირითადად მაგიტომ რა თან რავი რა მართლა ხა არ მინდა ისე რომ გამოვიდეს რა როგორც ვქი ჯასტინმა რა ვიცი მაო ძალიან მაგარი შეასრულა და კიდევ გავიმეორებ რომ შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო თუ გინდა რომ პირიქით გულშემატკივრო შენ მებრძოლს რა ჩვენიანს რა თქმა უნდა რა და ბიჭო ერთი პატარა quick note-ი მაქვს რა ჩვენ ამ შოუზე რაც მარგო დარტისთვის დაგვიდია თავზე ხოაზე ხარ რა გადაგვიყრია მარგო დარტის თავზე რა ხოაზე ხარ და ეხლა რო უყურე ამ ევენტს რა შონომალის ნუ ეხლა შეიძლება ბევრი არ მეთანხმება შეიძლება ვიღაცა მეთანხმება მაგრამ ასე დონის ბრძოლაზე White House-ზე
კაცი რო დავარდა, ხელები ესე ქონდა, გარდისავით იყო, არ იყო გათიშული და მეთქი უნდა მიეცა რა, 1-5 წამი კიდე რაღაც, რომ ჩაყოლილიყო ომალი, მაგრამ ომალი მეგრევე ეგრე ესე რო გააკეთა და გააჩერეს ბრძოლა და ეხა მარგოდარდი რო არის ჩვენთან. კაცი არის ცნობილი, ხო აზეხა რომ ადრე აჩერეს ბევრჯერ რა და მეთქი აუ და მარგოდარდმა რა ქნა. ეკი მეუბნება რომ всё, მორჩაო ბრძოლაო და მარგოდარდი წადი აქედან და მიდი გამოდიო და გამოიყვანა რა და ძალიან ბევრს რო იმაშვებით ხოლმე რა კრიტიციზმს რა მსაჯებს რავი ამ საქციელზე იმსახურებს თუ არა პოზიტიურ იმას ფიდბექს რა მარგოდარტი ჩემი აზრით ექიმი რო ამბობს რომ ბრძოლა არ უნდა გაგრძელდეს არ უნდა გაგრძელდეს მე ეგრე მგონია ვასაქმე არა აქვს მაგკაცი იქ და თუ არ უჯერებ რაღაც მოიყვანეს აი ესე მაგრამ არ მიფიქრია მაგაზე ეს 100% გესახმები ლუკა ექიმმა რო თქვა შენ მარგოდარს მაგრაევასება პირველი პიროვნება იყოს ანუ ოქტაგონში რა მაგიჯერ მაგი არის და მე ყველა დანარჩენი და მაგრამ არ მივასება ზოგადად მაგიტო არ მივასება ტიპი რა რო ჯერ მაგია და მე ყველა დანარჩენი ექიმმა თუ თქვა რომ ბრძოლა არ უნდა გაგრძელდეს ხო ბრძოლა არ უნდა გაგრძელდეს მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს მე მომწოს მაგი ამბავი თუ ილიას მოწოს თუ იმას თქოს და იმან რო დაიქნია თავი შენ დავალება არ არის რომ უთხრა იმას რა ქვია ექიმს რომ გაჩი შეუძლია გაგრძელდეს წადი რა იმაში მართლა სადღაც სადარბაზოში პადვალში ყوارჩხულო ხოზე ხარ რა არა ამის საქმე და ძალიან დიდი არასერი ზღვის აქციელი იყო რაც ანტიპათია გამოიწვია კიდე ჩემსგან მაგი კიდევ ერთხელ და ანუ შენ ფიქრობდი რომ მანდ იქნებოდა უფრო სწორი რომ გაეჩერებინათ ბრძოლა თუ ექიმმა არა მაგას მნიშვნელობა არ აქვს ექიმმა ხო თქვა რომ არ აგრძელებს დამთავრდა ბრძოლა მესმის მაგ გოდარდიო საერთოდ შუაში არისო საერთოდ არა მაგან გააგრძელებინა ბენო დავდა იდეაში მაგან გააგრძელებინა ექიმმა ხო გახსოვთ ექიმმა თქვა რომ არაო და არაო ხო თავი დაიქნია შემდეგ ხელაფა კითხა ხო და შემდეგ ან ორჯერ გაუმეორა რა ერთ და იგივე კითხვა ხო და საჭ თურმე აქ უფლება რომ ექიმის რჩევა გაწიოს გვერდზე და მაინც თვითონ გადაწყვიტოს გრძელდება თუ არა ბოლო გადაწყვეტილება არის თურმე საჭზე თუ არ ვწდები მე ეგრე გავიგე ამ შემთხვევაში მე არა ხვიჩი ეგრე არ გამოდი მე არ ვარ მაგაში ხედები მე ვიცი რომ ხალხი ორიენტირებული არის საჭზე და ორიენტირებული საჭი რასაც იტყვის იმას აკეთებენ და თუ მარგოდარდმა აიღო ეხლა და მის თავს მიცემა ხელაუფლება რომ ანუ გააჩეროს ჩემთვის შეცდომა არის რა მე მაგალითად არ ვარ საქმეებული სიმართლე გითხრა მაგ წესში იმიტომ რომ ჩემ თვალს ჩემ პრაქტიკაზე მოვიდა ექიმი თქვა ვერ გააგრძელებს მაგრამ გადასცა ინფორმაცია რეფერის შემდეგი ნაბიჯი всё მე გავარჩენე ვერ აგრძელებს რა იმიტომ რომ შეიძლება იმ მომენტში ჩვენ მე ეკრანს უყურებდი და ნეტარ არ გააჩერონდეთ ანუ მაგას ვფიქრობთ და მაგაზე განვიცდით უშუალოდ ჩემი ემოცია თქონდა რომ მიადგარა დაიწყო დავისკნევა და ასე შემდეგ რა რომ ნეტარ არ გააჩერონდეთ მეთქი მაგას ვფიქრობდი და ყველა მაგას ფიქრობდით ნეტარ არ გააჩერო იმას არ ნიშნავს რომ ილია თოფურიას პოტენციალური ჯანმრთელობა უნდა იყოს დაზიანებული და შეიძლება მე ვერ ვხედავდი იმას რასაც ის უშუალოდ თვალში რო უყურებს და ან კუნძ ან ძვალს რო ეხება და შეიძლება ეხება ძალს და ძალი რბილი არის ყველაზე ხარ რა მაგი უკვე საკმარისი მეტი არის 100% რომ გააჩერო მაგი ბრძოლა მაგიდან გამომდინარე რა თქმა უნდა მარგოდარდმა კიდევ ერთხელ ზედმეტი აიღო მის თავზე ჩემი აზრით ილიას არაფერს არ დაუკარგავდა მაგი რომ ბრძოლა გაჩერებულიყო და რა უშავს ანუ ეხა უკვე ვართ იმ სამყაროში სადაც ეს ასე მოხდა და რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ ყველაფერი უკვე გაკეთებული არის რა ნებისმიერ შემთხვევაში მაგრამ 100% არანაირი უფლება არ აქვს მარგოდარს მის თავზე აიღოს მაგ ხელა გადაწყვეტილება ჯებო ცოტა ადრე შევიქმენი მე გასასვლელი და დაქტოვებთ მე ხო ბენო ჩვენი ძმა ხარ რა გელოდებით და შენ დაბრუნებას ვერგებით ძმაო შენთან ვართ ბენო შემოგევლოთ ბიჭებო აბა კარგად გიო ხიჩა ლუკა უჯიგრესი ხარ ეხუტე ბენო თმის გულ ჩაო ბენო მოკლედ დღეს ჩვენთან Fight Hub-ზე არის ლუკა კვარაცხელია ბენო ადამია დაქტოვა და დაბრუნდება მალე და BFA-ს BMF-ი ხვიჩექს ქორიძე ჩემთან ერთად ნოსტალგიოსთან Fight Hub პოდკასტი არის პირველი ქართული დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Apple Podcast-ზე, Spotify-ზე და თუ მოგწონთ MMA კონტენტი გამოგვიწერეთ, დაგვიჭირეთ მხარი და ჩვენ ვიქნებით თქვენთან
ყოველ კვირას. საუბარი გიორგი, გაიგზელე საუბარი. შენ რო გვალაბარგე და გაგვალანძღია მარგო და მე და ლუკა ყოველთვის გავასწორებ მაგას მიზანს. რა? შენ რას ფიქრობ მარგო და დისაქციებზე? ბიჭო, მეც შენაირად ფიქრობდი, რომ აუ ეხა არ გააჩენონ. ეხა უშუალოდ რო ჩხუბს გულშემატკივრო მინდა რომ გევიდეს რომ ვიცი ილია თოფურია აქვს ის პოროხი რო და არტყას ერთი დატყვა და თავი გაუხიოს შუაზე და იყურება ორივე თვალში, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. რა ვიცი, მარგოდარდი თითქოს გამოვიდა რაღაც, ნუ ეხა თითქოს გამოვიდა ჰირო იმ პონჩი რომ ბრძოლა გააგრძელებინა, ხალხს მიცა ის რაც უნდოდა. ეხა ესე რომ დამთავრებულიყო, ეხა ჯამში რო ვიცით რაც მოხდა, შეიძლება უკეთესი ვარიანტიც იყო სხვათა შორის რა. ხოაზე ხარ. ანუ არ ვიცი ხა თუ გესმის რა, ანუ იმ პონჩი რომ უფრო მეტი, ანუ ისე გამოვიდა რომ უფრო მეტი, ბევრად უფრო მეტი ზიანით გავიდა მე ილია, ხო? და მან დრო გაეჩერებინა. მაიკი არ არის. რატოებულოს მის თავზე მაგას როგორ? ანუ ორი წამი უბრალოდ რომ დავივიწყოთ რომ ვიღაც ილიან, ჯასტინიან ვიღაც იყო და აი უბრალოდ რომ შეთანხმდე ფილოსოფიურად რო შეხედო, ხა რომელი წესია უკეთესი რა. ანუ შენ საჯირო ხარ რას ურისკავ იქ. ანუ ადამიანის ჯანმრთელობას და როგორ იცხოვრებს მომავალში. და ვაფშე არავინ არ მოგცა შენ მაგის უფლება რომ ეგეთ რაღაცეები გადაწყვიტო. ანუ ზოგადად როგორ უნდა იყოს ხო მაგას ვლაპარაკობთ. და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი იქ არის ექიმი, როგორც ყოველთვის და უსაფრთხოა თუ არა და უსაფრთხო რა, ანუ ჯანმრთელობისთვის ამხელა რისკი არის გაგრძელება, მაგას უნდა წყვეტდეს ექიმი. და ეგ კაცი რო იზახის რომ ეს ეხა ისე თუ მდგომარეობაშია რომ მან ვეღარ უნდა იჩხუბოს. შენ რო არა შენ რა იცი, აბა რაღაც დაუზახე ვაფშე, რა ვიცი მე. ზოგადად მგონია რომ როცა ექიმი გეტყვის რომ ამ კაცმა ჩხუბი აღარ უნდა გააგრძელოს, აღარ უნდა გააგრძელოს, რატო ანუ როგორ ურისკავ ეგეთ რაღაცეება დაბრმავდეს ადამიანი, ანუ ეგ ისეთი ჯვალი გაუტეხა მაგას რომ რაღაც სერიოზულ საფრთხეს იღებს და შენ მე როგორ დაიზინებ ვაფშე შენ გეტყვილება რო არის ეგეთი რეკლეს რა, არ შეიძლება ეგრე მოგწევა. ხო და მაგაზე მე რო ეხა მქონეს ორგანიზაცია და უნდა გადავწყვიტო წესი, ვიტყვი რომ ექიმი თუ იტყვის რომ აგრძელდება, აღარ გრძელდება, всё. აუ ეგ არის ძალიან საინტერესო. ხო, აი ბოლოს სიტყვა მაინც საჭ რატო აქვს ექიმის იმაზე რა, საწინააღმდეგო რა. მე ეგეთი რამე არ შემხვედრია ჯერ რომ ექიმმა თქვა აგრძელდება და გრძელდებაო რა. მე აბა ერთი წამი მოიცა, ხო რა. So what's up? Not too much. Just here, ready to chat or help out with whatever's on your mind. How's your day going so far? ქართული იცი? კარგი. უბრალოდ მithkari როგორ გინდა გავაგრძელოთ. გინდა რამე კონკრეტული გავაკეთო? ან რაიმეზე ვისაუბროთ? მოდი, მაინც ინგლისურად გავაგრძელოთ რა. Listen. Who has the final decision in an MMA contest, professional MMA? If a doctor says a fighter should not carry on the fight because of the damage, does the referee have the power to overrule that decision and have the final say whether the fighter can carry on or not? So if a ringside doctor determines a fighter can't continue due to injury, that's pretty much final. The referee can't overrule the doctor when it comes to medical safety. The ref has authority over the general flow of the fight, but medical decisions are in the doctor's hands. ანუ ესე გამოვიდა რომ ექიმმა მიცანება რომ გაეგზელებინათ რა ჩვენ შევწდით. მაგის მეტი რა მინახავს UFC-ში რომ ექიმი ამბობს რომ აღარო და მებრძოლი ეხვეწება და მაინც ჩერდება ჩხუბი რა ვიცი. 100%. არა მე ის მან გამაღიზიანა მაგ გიო რომ ანუ ეიღო და ექიმს ეუნება რეფერი ეუნება ექიმს. ყველაზე ხარ რეფერი რას ეუნები ექიმს არა შენი საქმე მაგია რა მაგრამ შენი საქმე არის რომ წაიყვანო ბრძოლა რა აი ფოქი არ დაარტყას ჯასტინ გეიჯიმ კეიჯს არ ჩაებაუჭოს ვიღაცას ხომ და ასე შემდეგ არა რა შენ დავალება ეგ არის რომ უშუალოდ პირდაპირ მაგალითად ხო არის ძალიან მაგარი რეფერი ერთ-ერთი არა უძლიერესი რეფერი რომელთანაც მითანამშრომელია რაღაც პროცესებში კი ხონია შეცდომები მაგრამ ერთ-ერთი უძლიერესი რეფერი არის ლუკას ბოზაცკი ძალიან მაგარი რეფერი არის მაგასთან მქონდა საუბარი ჩემი ვენძევე საუბარი ლუკას ანუ რა ხდება საჯობებს და ბევრი რაღაცა საინტერესო კუთხით ახსნათ იქ მაგრამ მისი დავალება არის პირველ რიგში
პირველი ორიენტირი არის მებრძოლის ჯანმრთელობა, წარმოიდგინე რეფერის ხო, ვითომ სხვა ლავალებები აქვს, სადაც პირველი ორიენტირი არის მებრძოლის ჯანმრთელობა. ყველა გადაწყვეტილება არის მაგის ნიადაგზე მიღებული რა. ყველა სტოპეჯები, ყველა ბინძური მოქმედებები და ძალიან დიდი ლოგიკა შეიქმნა მაგიდან ჩემთვის ანუ რა. სხვანაირად დავინახე როგორ რეფერის მოვალეობა და მსაჯობა რა. იმიტომ რომ ორიენტირი არის ჯანმრთელობა რეფერის და ანუ ჯანმრთელობა მებრძოლის. ამიტომ ხოლმე ხარ ახლა მარგოდარმა უთხრა გააგზელებინო კაი ჩემი ძმა. ისე გამოდის რა რომ ეს პირიქით ექიმმა გადაწყვიტა რომ მიეცა უფლება და გაგზელებული იყო. ხო ეგრე გამოდის ანუ. ხო მე ხარ ექიმი იყო თეთრ სახში, არც უდა რა ხდებოდა, სავარაუდოდ არ იყო გამოცდილი ექიმი, იმიტომ ეს არ იყო მგონი არასტანდარტული ექიმი იყო მინდა დავინახე რა. და არ ვიცი რა უბრალოდ ვინ იყო მაგი პირველად დავინახე მაგ დერბორში რა. ცოტა დაბნევულად იყურებოდა. სიმართლე გითხრათ კიდე დავინახე მაგ. ცოტა არასტანდარტული ისე სხვათა შორის ძალიან რთული საქმე არის არა ესეთ რაღაც ძალიან დაძაბული და ისეთი გადაწყვეტილებები გაქვს მისაღები სწრაფ დროში არა ადვილი ნამდვილად არ არის ახლა ვინც არ გინდა დრო ახლა რამდენს არ მაპადე და ვაჯვამთ იმ მსაჯებს და რეფერიც და ჯაჯებს ძალიან რთული საქმე არის ახლა შეიძლება ადვილი გეგონოს ახლა აქედან რომ კაი რა ყველამ ნახა ის მაგრამ რაღაც მომენტში ალბათ იმ მომენტში ესეთი დაძაბული გადაწყვეტილებები რა ბევრი რაღაც რო არის დამოკიდებული არ არის რა ადვილი ხო მაგრამ არ გვინდა მსაჯობა ზოგადად ძალიან რთული საქმე არის მე ვიყავი 2 წელი მსაჯი ძალიან რთული არის ეგ არაფერი კავშირში არის რა აქ ლაპარაკობთ იმაზე უნდა დაუჯეროს თუ არა მსაჯმა ექიმს და მე ვფიქრობ რომ კი ნუ ესეც არის ესე არის რა წესით კი არა ეგ არის წესი რომ ექიმს აქვს ბოლო გადაწყვეტილება აგზელებს თუ არა და მოდი დავანებოთ ახლა მარგოდარც თორე თავიდან ვაცემინებთ ჩვენი მოგიკითხავთ ახლა მარგოდარს ერთხელ გაუტეხა თავი და იმედია რომ იმის მერე დაიწყო საჯობა იმიტომ შეიძლება იმ ხარად გალახარო ცოტა ატვინი აური აქეთ მირჩევნიაო რა იქით მირჩევნიაო რა ხოლმე ხარ მესამე კაცი მირჩევნია ვიყო ვიდრე პირველი პაკეტი მირჩევნია თენგოს სრულთან ჩუბის მერე ჯობია შვალედი ვიყო და არა ის ვისაც უტყავებდა უბრალოდ შეიძლება ისე გაუტარა თენგომ რომ ცოტა დაგარგია კონტაქტი რეალობასთან მოკლედ რაც ისა იმას ხნათ რა ეხლა რამდენი ხანი უნდა დაიხსენოს ილიამ ესეთი ზიანის შემდეგ გააჩნია რამდენ ანუ ექიმის დასკვნებს რა რამდენად დაზიანებულია და რა ჭირს მაგრამ ფიზიკურის იქით ალბათ ცოტა მენტალურადაც უნდა გამოვიდეს და ეგრეს დაისვენოს და მე მგონია რომ მინიმუმ 6 თვე ჭუბი არ ჩანიშნოს აი მინიმუმს ვიზარ თვის მერე უკვე შეიძლება ამჯერ სულად უნდა აუდგეს თვალი, ცხვირი, ძვალი, ნეკნი, რაც ყველაფერი დაიზიანა მენტალურადაც უნდა დამშვიდეს, მიგზნოს რომ ისევ იქ არის სადაც საჭიროა რომ იყოს და მერე და ეგ ხა 2-3 თვეში არ მოხდება რა როგორც ოლივეირამ რო ჩანიშნა 3 თვეში ილიას მერე ჭუბი ეგრე არ უნდა მოიქცეს ეს შემ ანტონის მიტმა თქვა რომ რაც უფრო სწრაფად მით უფრო კაი ამისთვის რომ დაბრუნდეს ვაზე ხარ ანტონის მიტი იძახის იმიტომ რომ გონია ანტონის მიტს რომ აუ ეს გძნობაო და ეს ისაო რომ ეს ბოლო ბრძოლა ესეთი ქონდაო და ისაო რომ შიგნიდან შეაწუხებსო ძალიანო და რაც უფრო მალე დაბრუნდება უკეთესი არისო და ხვით შენ გონია რომ 2026-ში არ უნდა ვნახოთ უყურე სამედიცინო კონდიციებში როგორ არის თუ ფურია მაგ არის ყველაზე მთავარი წერტილი თუ ექიმმა თქვა რომ შეუძლია ჩუბი 4 თვეში და ჯანმრთელი იქნება ხო რა უშავს ჩუბს 4 თვეში მშვენიერი არის მაგრამ თავარია როგორ იქნება ილიათოპურეს აღარ შეგნება მაგდენი მაგდენი კი არა მაგაზე მეტი შეგნება აქვს რომ ანუ გაწურული არ მიიყვანოს თავი რა უგვირდე რა ქვია მაგ სიტუაციამდე ამიტომ მე დარწმუნებულა რომ ჩვენ ილიას ვიხილავთ საუკეთესო მომენტში როცა საჭირო იქნება მისიდან ახლა რა და ველოდოთ შედეგებს საინტერესო არის. მე არ ვიცი უბრალოდ რა შედეგები არის რა ქვია. ანუ რა მდგომარეობაში არის მისი ორგანიზმი რა შეიძლება მასე ჩანდეს, მაგრამ ფაქტიურად თავში ისეთი არაფერი არ გაუტარებია ილიას რომ კი ყველა წაბარბაცება, მაგრამ ისეთი არ გაუტარებია რომ რაღაც გაფუჭებული ყავ ტონი ფერგუსონი ვიდა დამართნოდა რომ სახელი გვარი არ ახსოვდა და ვინ იყო და რა იყო არ ახსოვდა მოკლედ რა.
ამიტომ დაველოდოთ ინფორმაციას, ძალიან საინტერესო არის რა პასუხს აგიბრუნებენ და მაგიდან გამომდინარე არის ყველაფერი აგებული რა. ბიჭო და ანუ full reset-ი და ეგეთი რაღაცა შენი აზრით, ჩემი აზრით, აი არ ჭირდება ხო აზახა რო იძახიან თუ გატეხილი არ არის if it's not broke don't fix it რო იძახიან რა ხო გესმის რა ბიჭო აი რა სიგიჟე ბრძოლა იყო და როგორი ბრძოლა იყო მაგრამ მაინც გონია რომ დიდი არაფერი არ აქვს შესაძლებელი რა ცდები რატო ფიქრობ ეგრენად რომ მეთანხმებით აქ რაღაცა დიდი შესაძლებელი ახლა თავის იმაში და რაღაცა და BFA-ის კოუჩი ვარ, ჩემები ჭიდაობენ ყველა და იჭიდავენ. ყველაზე ხარ მე მირჩევნია, გეფიცე კრიტიკა მქონია ძალიან ბევრჯერ, რომ ჩემი ბრძოლები იციან, რადგან გომშიც არიან დამტყვის მიწოდებელი და რეალურად პანჩერები არიან. ყველაზე ხარ და ვიღაცებმა ხარ ჩემმა ბრძოლებმა ცოტა კი რაღაც გადავახტენ თავს და ვიღაცას დაარღვენ ზიანი მიაყენენ, მაგრამ მე მირჩევნია 10 ბრძოლა ჩაატაროს და 10 დარტყმა გაატაროს, ვიდრე 2 ბრძოლა ჩაატაროს და 200 დარტყმა გაატაროს. ყველაზე ხარ და ანუ უკმაყოფილო იქნება მაყურებელი თუ იქნება, ვაფშე ფეხებზე, აი სრულად ფეხებზე მიდია წარმოვიდგინე რა. და ანუ მე ერთ თოპურიაში რაში შევცვლიდი, მე გეუბნები მე BFA-ის კოუჩი ვარ მეთქი რა. ჩემი მებრძოლები თოპურიაში რაში შევცვლიდი, რომ ვაჭიდავდი კიდევ ყოველ რაუნდში წუთ ნახევარს მაინც ვაჭიდავდი 2 წუთს თუ არა, ყველაზე ხარ რა. მე მაგას გავაკეთებდი, ჩემი სულება რო იყოს, მაგრამ მე BFA-ის კოუჩი ვარ რა, მაგიტო მთელი ჩემი გუნდი ჭიდაობს და მაგიტო ჩემი მთელი გუნდი იშვიათად რო მარცხს ნახულობს რაღაც ზიანით და იმით გამომდინარე რა. ჩემი რეცეპტი არის ზოგადად ეს მუშაობის. და გონია თუ არა რომ ილიას mindset-ი შეიცვალა. ჩვენთან რო იყო რა ფოძე რა. არასდროს არ დავავიწყდება. რა თქმა უნდა რა, ერთ-ერთი highlight-ი არის ილო თუ როდეს მე მოусმენ ამას ძმაო უღრმესი მადლობა რა. მოკლედ ჩვენთან რო იყო რა, ხვდებოდა იმას რა. Ryan Hall, ხო? ხო. და მე ვკითხე ისეთი რაღაცა, რომ გიდა თუ არა მეთქი, რომ ჩაყვე ქვემოთ მეთქი რა. ილოს კითხე, იმიტომ რომ აი მე რო უყურებდი ილოს, ეხა მე დიდად ის არა ვარ საერთოდ რა BJJ-ში ყველაზე რთული არის BJJ თუ აზე არ ახარ რა, ხო აზე ხარ, რომ გაიგო რა ხდება და რაღაც რა. მაგრამ ნუ ეხა ხო ეგრე არის რა, რომ ეხა BJJ-ს რო უყურო თუ ცოტა აზე არ ახარ, ვერ მიხვდები რა ხდება რა. შეიძლება პირიქით გეგონოს, რომ ვინც ატაკაზე არის, პირიქით იყოს, რომ ის არის. აი თუ მართლა აზე არ ახარ და ნუ ეხა ილოს უყურებდი სანამ UFC-ში შევიდოდა და ყველა მიცის რა მახჩობელა იყო და რეებს აკეთებდა რა. მაგარი BJJ იქონდა და ეხლა სიმართლე რო გითხრა არ ვიცი ეხლა შედარებას არ დაუწყებ ეხლა Ryan Hall-ს და რაღაც ვინ ჯობია და რაღაცა ნუ ეგ სხვა ბაზარია, მაგრამ მე მეგონა რომ იმდენად მაგარი იყო ყველაფერში, რომ ხო არ გინდა მეთქი, რომ თავის სფეროში ჩაუტარო მეთქი რა, რომ ეხლა Ryan Hall-ი რო იმას რაღაცა უქნა და აღჭვა რაღაცა რა და რა მითხრა, რა თქვა აქ ჩვენთან მე და რომისთან, რომ არაო რატო უნდა მიცეო შანსიო რაღაცაშიო. ყველაზე პირიქით ყველაზე ის იმგზით უნდა წავიდეო, რომელიც იმას არ აწყობსო რა, ადვილი მოსაგები გასაღები და აი ეხლა ხო ეს mindset-ი ამ ბრძოლაში არ იყო, ხო ეგრე გამოდის. ხო ეგრე გამოდის. მაგ წავიდა გასათიშად. რაც შეუულია მაგას. პეიჯი ჩხუბია ეხლა როცა პირიქით იქნა მაშინ ხო რა. და ეგეთია ილია რა, უნდა რომ რაღაც ასწავლი ქნას ხოლმე და მოგწონს თუ არა, მებრძოლის სული ეგეთია. მაგიტო არის სუპერსტარი და მაგიტო არის უდიდესი ვარსკვლავი ზოგადად. და მაგიტო არის ჩვენ აგრო ვზივარ და ვსაუბროთ მასზე. არ დაგავიწყდეთ რეები გააკეთა ილომ რა და კიდე რეებს ჩაატარებს. ნახავთ ყველა. ძალიან საინტერესო თერი კარიერა გელოდება წინ, აქ საგლოვარი და სატირალი არაფერი არის, ერთ შემთხვევაში ძალიან დიდი მაგარი თერი კარიერა გეუბნები, მე გადავფუსავ კიდევ უკან, რომ ჯასტინ გეიჯი იყო ერთი რეკორდი ერთი მოგებით მეტი ქონდა პირველი მარცხი რო განიცადა რა. და ტიპი აბსოლუტური ლეგენდა არის სპორტის და მე მარტო მივიღე ის, რომ ილია თოფურია
კიდე ერთი 6 წელი იჭრებს და ძალიან საინტერესო არის თან მაგ მომენტში ჩემთვის რა, იმიტომ რომ ყოველთვის ტიპი ნოვატორი არის, ყოველთვის რაღაც ახალს თავაზობს რა. ბევრი მოჭიდავე გადაქცეულა სტრაიკერად და წაუგია მაგის მიერ, მაგრამ ესაა მოჭიდავე, რომელიც გადაიქცა სტრაიკერად და უაზროდ წარმატებული არის მის სტრაიკინგში რა. ჩემთვის საინტერესო იყო და მაგის ფუნდამენტზე მე ბევრი რაღაცა ვაგი. მაგალითად რო გითხრათ რა, ბევრი დავით ლორდ-კიფანიძეს მუვმენტებიც ავაგე მაგის გამარჯვებაზე რა. ჯერ კიდე არ გამოულენია ლორდ-კიფანიძეს, მაგრამ ძალიან ბევრი არის ავაგე და მაგიტომ მომწონს მე ილიას ტოპურის დარჩენა, იმიტომ რომ იმდენად ნოვატორი არის ტიპი, ხო? რომ ბევრი ახალი რაღაცა შემოიტანა რა. და იგი მაგალითად მაგ გუნდმა ზოგადად ილიამ და ალექსანდრემ ის შემოიტანენ, რომ იგი დაგვაბრუნდა რომ კლასიკური კრივი შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ MMA-ში, რადგანაც ახლა მე თვითონ აი ეს ტაილანდური მოკრივი ვარ და ანუ კლასიკურ კრივზე ცოტა underrated მქონდა, რადგანაც ანუ ყველაზე ხახად იმის ხარ კლასიკური კრივის გლომში დავადგეს, იმ ხელას დავაკოჭლებ, შეიძლება ცხოვრებაში მეორჯერ დადგომაც არ მოუდეს და საზღვაოჭი დავეთვაქცო. მაგრამ არა, დაგვაბრუნა მანახა როგორ შეიძლება რა, სუბუქი წინაფეხზე და ასე შემდეგ რა. რაღაც საინტერესო რაღაცები შემოიტანა. ნოვატორია და ძალიან ბედნიერია რომ 1-5-6 წელი კიდე მექნება მაგ ინოვაციების ყურების საშუალება პირდაპირ ეთერში რა. გინმისი ძმის შესრულებით. ეს პოლიტიკური ნაწილია. რომ მეტი ჩხუბი გვექნა. ანუ ისე გამოვიდა რომ ბიჭო, ის გახსოვს ლუკა ილო რო იძახდა რომ თავიდანოს უფიქრობდიო რა, მომავალზე ის რა უნდა გავაკეთები, ის მერე რა უნდა გავაკეთო, მერე რას უნდა მივახციო და ეხლა ბოლოს თქვა რომ უკვე აღარ ვფიქრობო. ძალიან შორსო, ყველა მომენტი მინდა რომ იმას ვქნაო რა, ანუ შევირგო რა, ადრეს აფიქრალი ქონდა რომ ეხლა თავის წონაში ყველას უნდა მოუგო, ჩემპიონი მივიდეს, მე წონა შევიცვლი და ეგენი ქნა უკვე და ბევრი არ ქონდა არ შევიდი მართლა ეს საჩხუბად. ბიჭო, შენი აზრით ეხლა უფრო საინტერესო გახდა და უფრო რაღაცა მუღამი მიაცა? არ ვიცი ეხლა რომ უფრო რომელი და უფრო ორივე შემთხვევა საინტერესო იქნება, ეხლა ჩემი აზრით ძალიან საინტერესო არის, რაც შეიძლება გაგრძელდეს რა. ბევრი რამეს ჩემი წარმოდგენით ეხა იდეალური რაც არის პედიმ თუ მოიგო ბენუა სენდენისთან ლეგიტიმური ჩხუბია ჩემი აზრით, სრულად ლეგიტიმური ჩხუბი იქნება. გავლახოთ პიმბლეტი, მე ანგეიჟიან სარუკიანი, მე კიდე რაღაც გამოჩნდება ხალხია თუ რუფი მოიგო ან ვიღაცა მოიგო, რა ვიცი რაღაც. რამდენიმე ჩხუბი გვაქვს და ნახა შევიც სადღაც იქნება ალბათ რა. რაც ყველაზე მთავარი საინტერესო ჩხუბი ჩანს. რაც ყველაზე მთავარია, ხო, ილიამ თოფური არ დაკარგა მისი თავი. თოფური ოპარი, ილია თოფური არ დაკარგა. ყველაზე ბევრი მებრძოლი არის, მარცხით ყეხავს და ანუ ეხლა რო გიხსენოთ, უმარ ნურმაგომედო წაგებამდე და წაგების მერე უბრალოდ ორი სხვადასხვა ადამიანია რა. იყო მაგარი პროსპექტი და იქცა რა ვიცი საშუალო ფენით მე მგონი გეიტკიპერად ამუშავებენ უბრალოდ ეძებენ რომ შემდეგი ვინ მოუგებს და UFC რა პრელიმზე ჩხუბეს ხო პრელიმებზე ჩიტავენ და ანუ ილია თოფურია დარჩა და მე ძალიან დიდი მაგრამ კიდე ერთხელ დაუბრუნდები იმ მომენტზე რომ ძალიან მაგრამ მომეწონა მისი ფიდბექი ზოგადად მაგ მარცხეს შეგენსახებ რა არანაირი აი პოკებზე საუბარი შენი საღამო იყო შესანიშნავია შენი იყო შეასრულა და საღამოშია მეტი არაფერი არ არის საჭირო ცოტა თავად მაგ არაფერი არ არის საჭირო მეტი ეს არის დიდი სპორტი ილია თოფურია მის წაგებაზეც საუბრა და არავინ არ დაუმარცხებელი მანამდეც საუბრია და ყველაფერი ემთხვევა მის საქმიანობას რა დიდი სპორტი არის და მასე მუშაობს რა ჯასტინ მაც მოგების შემდეგ რა ესეთი აზრი მქონდა რომ შეიძლება და რომ უფრო რაღაც უფრო სხვანაირად ანუ არიკადრა არაფერი ჯასტინმა რა მოგების შემდეგ ისეთი რომ რაღაც ზედმეტზე გადასული გადადუღული ილიაზე როგორც ისაუბრა რა ყველაზე ხარ რა ჯასტინი კაცური კაცი არის ჯასტინ გეიჯის არ დაუყურებით. რა თქმა უნდა, ჰაილაიტი არის, მაგრამ ჯასტინ გეიჯი არის ჯასტინ გეიჯი, ანუ ტიპს ორი სხვანაირი აზრი ცხოვრებაში არ გქონია. მისი აზრი აქვს, ვისაც ყოველთვის საუბრობს რა. ამიტომ 100% არის სულ პატივისცემი პიროვნება და ყოველი სპორტი მაგიტოცებს პარიზს და მაგალითად იმაზე მინდა გადავხვიო დამოუკიდებლობის დეკლარაციას რო კიდევ ვცდილობ და წაიკითხა თუ დაამღავეთ მაგ ინფორმაცია თვითონ მოყვა მაგი და ვერ მივხვდი რა ენაზე იყო დაწერილიო მაგაზე და მივიღე მაგითო მე ვასწავლე ჯასტინ გეჯი ზოგადად ხო შეეძლო ანუ რა ფაქტ ჩეკი გაეკეთებია რაღაცეები და მე გაიგო მაგიარვით და მე ეთქვა არ ეთქვა და
პირდაპირ მიახალა ხო ასე ხარ რა ენაზე ეგონდა და ფრანგულად ეგონდა დაწერილი თუ რა ენაზე ეგონდა დაწერილი და მოგიდების დეკლარაცია რა იგივე რა გამიზმის თავსი უწელია არ ითამაშა რა ის რა მომენტი იყო ის რო თავის კოუჩი რო გამოვიდა face off-ზე და ესე კამერას წინ ესე რო დადგა და ესე რო უყურებდა ის რაღაცაირი მომენტი იყო ეგ რა და მე ანუ რა ქვია Trevor Whitman-ი რა გახსოვს face off-ზე რო გამოვიდნენ ერთმანეთში ეპიზოდზე ვერ მივხვდი რა ეპიზოდზე ამ სადა face off-ი იყო რა და Trevor Whitman მოდის და ესე უყურებს ესე იცინის და იყურება და აი ესენი face off-ზე არიან ავანტურისტი ყურება ასე რაღაცას ეთყურება რა ხო ბიჭო და კიდე რეებს წერენ და რეები ვნახე იცი რომ ესო აუ არც მგონი არც ღირს ამის მოყოლა და რაღაც მაგრამ უბრალოდ რა დონეზე არის რომ ხალხი იწერება რომ ეს არისო ყველაფერი ნომრებზეო აწყობილიო და ეს არისო სიმბოლიზმიო და რაღაც მასონიზმზე და ეგეთ დონებზე გადადიან რომ ეს იყო Justin Gaethje's 33 ბრძოლაო ილიას 33 რაუნდიო არ ქონდა და არისო დამარცხებული რაღაცა და კაროჩე რა ირამ ხელა წარმოვიდგინო რომ ყველა სფეროს შიზებმაც მოვიდა გიჟებმაც მოვიდნენ უკვე ბიჭო არა სასწაული მე ჩემი საყვარელი აი რომ აფხაზეთში გაუცვალა ილიამ ტრამპს მოგება ეს არის პიკი აი ამის იქით არაფერი არ არის რა მე შემიძლია ვთქვა ილიას მაგურად რომ ილია გასულიდა მაგას ერთი არის სავარაუდოდ რაში შეიძლება გაეცვალა მარცხი ილიას აფხაზეთში მოკლედ მაკინო არგის რაღაცა ბევრი ლაპარაკი არა ეს ჩემთვის მარტო იუმორის ნაწილი არა ეს შემთხვევაში ხო ხუმრობა შეიძლება პრობლემასო არავის არაფერი არ ამტკიცო ეს არის იუმორის ნაწილი და მე იუმორისტული ნაწილისთვის გიჩვენებთ რომ გააბუქოთ ცოტა და უფრო კარგი უფრო სასაცილო იქნება მაგინა ბიჭო ბოდი კი თუ არა ვითამაშოთ რა მარტო კი თუ არა უბრალოდ რა кайფის პონჩი ხო დავე რჩება 155-ში კი უეჭველი welterweight-ის ოცნება ყდარია? ოცნება არა, მაგრამ ისია. ყდარი არა. ყდარი არა, welterweight-ის მისი ოცნება, იმიტომ რომ ანუ უბრალოდ ისაა მომენტი რომ მახაჩევი ვერ გადაიტანს სავარაუდოდ იმ top 3-ს რომელიც top 3 არის მაგრამ რა. იმსახურებს immediate rematch-ს. ამსახურებით როგორ არა, კი. კარიერით კი. კარიერით ვარსკვლავობით 100% იმსახურებს სპორტული თვალსაზრისით, მაგალითად ოფიციალური წესი რო იყოს, ხო, მე ჩემპიონს არასოდეს არ ვიცოდი immediate rematch-ს რა. მივწერდი კიდე შუალედურ 5 რაუნდიან შფუცს და იმის შემდეგ ვიცოდი რემსა, მაგრამ ეს ჩემი ხელში არა და იმის მერე კი პირველი რაუნდის ნოკაუტების მერე დაუბრუნებიათ იქ რა ქვია ჩემპიონები, ამიტომ კარიერულად და სუპერსტარი არა მიცემით, მაგრამ რა მიგია რა ისე რომ დაგიდებენ კონტრაქტს თამარზე ჭუბობო, რომელი ამბიციური ადამიანი და ქართველი განსაკუთრებით უარ სიტყვის მაგაზე ყველაზე ხარ. კაი, და ეხა კი თუ არადან თუზე გადავიდეთ. წარუკიანი თუ პიბლეტი? რომელიც გინდა? თუ ორივე? ამოუშ. ორივე ერთად კამბრი. ხოდა მოკლედ ხალხო დარწმუნებულები ვართ რომ ილია დაბრუნდება თანაც უფრო ძლიერი და ეკნება აი სასტიკის ტრიკი რა ის სერია და მის ოპონენტებს რა ვიცი მომავალ ოპონენტებს კიდე რა დაუთხრათ აბა თქვენიც მოკლედ არაფერი რა სპორტი არის უნდა შევეგოთ ნაწილია ხანდახან წააგებ ეგ კატასტროფა არის ყველას წაუგია დარწმუნებული ვარ ილია და გუნდი ისეთია რომ მაქსიმალურად სწორ დასკვნებს გამოიტანენ და აბრუნდება უფრო მაგარი ვიდრე ოდესმე ყოფილა
ულოცავთ გეიჯის შემდეგ შეხვედრამდე როგორც ილიამ თქვა. ეს ხვიჩი. განხშირად გვემთხოვა რა თუმცა აზრი შეუთანხმებოდ. ყველაზე ხარ მართლა ულოცავ გეიჯის და მის გუნდს მართლა უდიდესი მიღწევა რასაც ცხოვრებაში მაგათ მიუღწევია და გეიჯის ცხოვრებაში უდიდესი მიღწევა არის მაგი რა. შენ როცა ადამიანის შენი შენზე გამარჯვება როცა ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მიღწევა ხო ეს უკვე სხვა ლეველის მესეჯს ნიშნავს ზოგადად რა. რა თქმა უნდა 100% ულოცავ უდიდეს მესეჯს და უდიდეს გამარჯვებას და რა თქმა უნდა კარიერა გრძელდება რა. ყველაფერი წინ არის, უდიდესი კარიერაა წინ არის, მანახე გოუთის და მარცხის გარეშე, იყო ერთი ვინც წავიდა მარცხის გარეშე და გოუთის ტოპ 5-ის საუბარშიც ვერ შედის. მომდევნო ისტორია იქნება იქ, სადაც რაღაც ხდება. მიხდი? რაღაც კონტროვერსიული ხდება, რაღაც ისტორია ხდება. ან როცა ჯასტინ გეიჯი, ილია თოფურია რო შეხვედრა და ილია თოფურიას მაგალითად ხო ერთი და იგივე სკილსეტის 18-18-ზე რეკორდი და ვორლდ ჩემპიონი ვინ მოიგებდა არ ჩვენ შოქში ვერ ჩავარდებოდით. და ისტორია არ დაიწერებოდა მაგინა გამომდინარე რა შეხვდნენ ორი ტოპები ოიტყოდნენ და დასრულდა ყველაფერი კარგად გაიარა არა დაიწერა ეს რას მიშვები თო თავი ამირიე ბიჭო ილია თოფურია რო შეხვედროდაო ილია თოფურიასო ვინ მოიგებდაო ბიჭო ილია თოფურია მოიგებდა თო არა უეჭველი და ილია თოფურია მოიგებს არავის არ დაიწყდეს გასულეს ხო რა ხა ილია თოფურიას რომ ნახოთ ვინაირი კიდე ერთი მაგიტომ რომ არა მეორე მაგნაირი რო თქვა რომ ახლა ხოაზე ხარ რა რომ თანაბარი იყოს ილია თოფურიასთან მონაცემები ტიპი ისლამ მახაჩევი მოქმედი ჩემპიონი იყო ერთი წაგება ქონდა ლაკი ფანჩი და ყველა ამბობდით რომ ილია თოფურია გადატეხავდა შვაზე მეთქი ანუ იმხელა დიდი სხვაობა არის მაგათში მეთქი მაგ სპორტსმენში მახაჩევსაც კი ვერ ვადარებ ანუ ილია თოფურიას მაგ მომენტში რა მონაცემებით რა მაგითო ვთქვი რომ ილია თოფურიას აი შენ მსგავს მებრძოლეს რა შეხვდეს მისთან მსგავს მებრძოლეს რომელიც არ არსებობს რა მაგითო არის დიდი და კონტროვერსიული ამბავი და რა თქმა უნდა ისტორია დაიწერა კიდევ ერთი გვერდი დიდი MMA-ის ისტორიაში რომელიც ყოველთვის იქნება რაღაც ზოგადად ჯორჯ სან-პიერმა ტაფის მოგებულთან მეცერასთან წააგო და თელი დედამიწა დავინგრიეთ მაგიდან გაოცებული იყო არავის არ ჯერავდა მაგ ისტორიის იგივე ამბავი ივენაირი ამბავი მოხდა მან დაბრუნდება იმედია რევანშამდე მიაღწევენ რადგან ეს პეიჯი ასაკი მიაღწევენ რევანშამდე მიაღწევენ რევანში კიდე ისტორია დაიწერება უკვე აქ ხარეს და ტრილოგიის მომხრე მე დიდი გულით ვიქნებოდი რომ მაგხელა დიდი ტრილოგია დამენახა რა ძალიან საინტერესო არის ერთ-ერთი ქართველი ყველაზე ცნობილი ადამიანი არის სოფლიოში ხოაზე ხარ არ დაგავიწყდით რეიბი გააკეთა რა და რა სიხარული და რა სიამაყე გვაჩუქა მაგალითად შეიძლება ის აი როგორც დენიელ კორმიემ და სტიპე მიოჩიჩმა რაღაც ერთმანეთს აჩუქეს ახალი კარიერა რომელიც დამთავრებული იყო იდეაში უკვე სტიპე მაგდროს ეხა იჭუბა თითქოს და დისიმას მაგრამ მორჩენლები იყვნენ ეგენი აღარ მხოლოდ ენგანუ და ჯონზი ყავდა ხო არა ხო 4 წლიანი შუალედი არის ეგ ახლოვებით ანუ იმდენად და აღარ შეეძლო ჭუბი რა ეს ჯონსის მოგონილი იყო ჯონსის ჭუბი ჯონსის მოგონილი იყო ჯონსის ჭუბი ხო გაცრესილი იყო და ერთმანეთს აჩუქეს რაღაც ამატებით 2 წელი რა შეიძლება გეიჯის ეგ იყოს ეხლა რომ ეხლა გეიჯის რო ეს აი ალბათ ამთავრებდა როგორც თქვა რომ მე ერთხელ თუ გავისჩეკია მორჩი ანუ ჩემი ერთი ნოკაუტი რო ავიღო კარიერას ამთავრებო რა და მგონია რომ ეხლა მოიგო შეიძლება რევანში ვნახოთ ჩემი აზრით და ალბათ ვნახავთ მგონია რომ თავისი ილიას სტარფაუერით და კარიერით და ყველაფრით და ამას მიიღებს და მე შეიძლება მესამე მატჩიც ვნახოთ და თუ თავი არ დაანება ჯასტინამ რა თუ თავი არ დაანება ხო ხა მე პირველ რიგში თუ არ დაანება მე რომ დაანებოს და GSP-ს ყოფნის მარტო სიამბარტაუნე სიმთავ მაღლე რო არი უთხრას UFC-ს რიცხვებს შემოთავაზებს და მენეჯმენტურ გავლენას დაახარ ჯასტი გეიჯი მილიონობით დოლარზე ვარს არასოდეს არის და ისეთი მენეჯერი ყავს ხო იმას რომ ვარს ვერავინ ვერ ეუბნება მე მგონი მაგის ქვეშ მუშაობს ხაზე ხარა კი თან ეხა კონტრაქტი შეეცვლება ეგ მენეჯერი ჩვენ ყავს არა ისე worldwide მაგარი მენეჯერი არის ზოგადად რა მე მას გულისხმობ ისეთი ჯასტინ გეიჯის ისეთი მენეჯმენტი ყავს მე ძალიან ძნელია რომ გამოვხდეს ზოგადად აგერ ოთარი მოახვედრა ძმაო დებიუტი იქნება ვისაუბრებთ მაგაზეც ბიჭო და ხო რა რაც ილიამ და მერაბამ გააკეთეს ძმაო რა ჩვენი მოკლედ MMA სამყარო და საქართველოს გაიტანეს რავი რა მაგაზე
დიდათ ვინ გაიდანა რა. არ ვიცი, ძალიან იშვიათი რაღაცა. მიყოლმე გადავსო მე და ბენო და ეს ბიჭები რომ დავდოთ. მე ბენო და გავაშელი ვიყავით იმენზე, ერთი იმენზე გვაქვს ნაჩხუბარი. მე ბენოს და გავაშელს გვაქვს ერთი იმენზე ნაჩხუბარი. და ქართველები წავიღავით წარმოდგენილი, ანუ მას კულტურაში როგორც ანუ პოსტსაბჭოთა კავშირიდან როგორც ტაჯიკები და ირანელები და ესე ბულკებად ხედავდნენ. ყველაზე ხარ და არ დადოს მე ბენო და გავაშელი ვარ. ყველაზე ხარ გარზე რა და რა თქმა უნდა მე ვიგე დავაფინიშე. მე მგონი გავაშელვა ივან მე გადაწყვეტილებით მე მაგრამ იდეა ისაა რომ ანუ გადაუვარეთ მეტოქეებს ყველაზე ხარ და კიდევ ასე ანუ ბულკად ჩამოვყავდი ჩინეთში წარმოიდგინე კომანდას რა და ანუ რეალურად მარტო კი ჩვენი UFC-ის ბიჭების მაგრამ უშუალოდ ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის ის არის მიღწევა რომ ქართული ეხა ქართულ დროშას რო ხედავენ ასე აკეთებენ ყველაზე ხარ რა ერთი 7 ჯერ უნდა გადავხედავ ხუბს არ ვიცი ახლა ღირს არ ღირს მიღება და ეს ინგლისის დროშა ხო არ არის რა ახლა უკვე გადახედონ უკვე დაფიქსდენ უკვე პრობლემა არის უკვე დიდი ასოციაციებია ხოაზე ხარ რა ახლა როგორც ბრაზილიურ დროშას რეალურად რამდენიმე ტომარები არიან და ბულკები არიან ბრაზილიიდან და მაგრამ ბრაზილიური დროშა რო აფრიკდება ხალხი ფიქრობს ხოაზე ბრაზილიელს მოუგო ხოაზე ხარ დიდი რაღაცა MMA-ში მაინც აქვს ქვეყნის გავლენა და უდიდესი ქვეყნის რეპუტაციის ნაწილი არის რომ აიყოს და იგ რა ქვია ქართული დროშა სხვა ლეველზე აიყვანა ზონებ უშუალოდ რა თქმა უნდა ყველა ჩვენ UFC მებრძოლებს კარგად იასპარეზა ქართული დროშის მაგრამ აუშუალოდ ამ ორმა მებრძოლებს ქართული დროშა სხვა ლეველზე აიყვანა ცნობადობის გეუბნები რა კოლექტივი ვიყავი და ბულკებად ანუ იგივე ვეგონეთ და 5 ჯერ ჩაგვიყვანენ ჩინეთში 5-ჯერ გავლახეთ ყველაზე ხარ ბენო წააგო ერთხელ და გავაშენმა წააგო ერთხელ და მეც ერთხელ და წამაგებინე ჩუბი გამიჩერენ ნო იმიტომ რომ ძალიან ულეხავთ ლახავდი მაგათ ყველაზე ხარ ყველაზე ერთი ბინძური საქციელი რაც შეფრთხილ გავუკეთებია და ზოგადად ანუ მთელი ამ პერიოდის პერიოდში ჩვენ ვიყავით ანუ როგორც მასალა რომელზეც რეკორდი უნდა გაიკეთონ მაგათ და ამ ეპოქამდე უშუალოდ აი ამ ორი ჩემპიონის ეპოქამდე წარმოიდგინე რამხელა დიდი გავლენა არის საქართველოს იმიჯზე ამ ორი ადამიანის რა მაგის თქმა მინდოდა მაგის და იქის გაძლიერება რა რომ ჩვენ კი ქართველებს უშუალოდ ვიჯერავს რომ ანუ ის ვარ თქვია რა და მაგალითად მე როცა ვიბრძოდი და როცა ცნობილი ვიყავი ჩემ ქალაქში როგორც მებრძოლები მეკითხებოდნენ დაცვაში ხო არ გინდა დაიწყო მუშაობაო და დღეს მირეკავენ შენ სავარაუდოდ მებრძოლის თემაში ხარ UFC-ში ხარ და მაგარი მოშნი ფული გექნება და მასეს ხედა და ასე შემდეგ ხო ასე ხარ რა ძალიან დიდი სხვაობაა მაგრამ მილიონი არა გაქვს იუანი შეიძლება ანუ რამხელა დიდი სხვაობა არის რომ ანუ ვიღაცა მაქსიმუმ დაცვა წარმოვიდგენდნენ 500 ლარად როცა ვიბრძოდი ჩინეთში დავყიდავდი და იქ მოვდი და დღეს იმდენად პერსპექტიულია პრემიუმ რაღაცა იქცათ რომ მებრძოლე ხარ რომ ყველა თოპურიას მაგრეგორს და ამას გათანაბრებენ რა ბიჭო რატომღაც ესე მგონია რომ ხვიჩას გუნდი არ აყავს World Cup-ზე მართალი ვარ თუ ყავს ფეხბურთზე? ხო ხვიჩ მართალი ვარ? აჰა ხო მართალი ვარ ხო მართალი ყოფილა მაგრამ შენზე ეჭვიმეპარება რა გული მიგზნობს რომ ან ინგლისი ან გერმანია ჩემსაც ვერ გამოიცნობ ჩემსა ყველა ვა მართლა თუ ინგლისი არა ხარ არც გერმანია ვერც გამოიცნობ ჩემსა ყველა ნაკრები აი მაშინ რა ჩალენჯს ვიტყვი დაგაჩალენჯებ უცებ მიდი რა ენის ქვეყანასაც გულშემატკივრობ World Cup-ზე იმენით გააკეთე ერთი fight hop-ი ისა კიდე ერთი რეკლამა ბრო დეცინფაციო არ ვიცი ეგენა აი ვაში ქართულად ქედი რა ირაყი გაპონჩი მონაწილეობს ფეხბურთში გამაგეთ სუპერ ჩემპიონატში რა 48 ქვეყანა მონაწილეობს და ირანის მოხვდა აზიიდან კოტა არის რა ირაყი გაპონჩი მონაწილეობს რაღაცა მოიგეს ირაყელი ფეხბურთელი არის გამიგია არ დაივიწყოთ ხალხო რომ ჩვენ ვართ პირველი ქართული დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Spotify-ზე, Apple Podcast-ზე და ეს თუქსია მონებთ რა თქმა უნდა არის უფასო ხოლო დახმარებაში ერთი წამის ბაზარი არის რომ დააჭიროთ ერთ კნოპკას და ჩვენ უფრო გაგვიმართლებს რომ უფრო ბევრმა ხალხმა გაგვიცნოს და მოგვეცეს საშუალება რომ გავაკეთოთ ის რაც ჩვენ გვიყვარს რომელიც არის ზუსტად ესეთი თემის პოდკასტები რა
შობიდან ამბავი უნდა მოგიყვე რა, შემდეგ ჩვენ მაყურებლებს და ლუკას მოვყვები. მე ფეხბურთზე დავდიოდი. დიდი ხანი არ დავდიოდი, მაგრამ რაღაც პერიოდი დავდიოდი ფეხბურთზე ბავშვობაში. სკოლის პერიოდში და ფეხბურთიდან ერთი ადამიანია ვარ, ვისაც ვიცნობ რომ ფეხბურთიდან გააგდენ. რა, რადგანაც ყოველთვის უბობდი რა და ყველაზე მაგარი ადგილი მინახე ნახევარდაცვაში. ჯერ რა, უხეში ხო ვიყავ? სამშილელი ხო? უხეში ხო ვიყავ და ნახევარდაცვაში დამაყენენ რა. ნახევარდაცვაში ვთამაშობდი და ვეჯახებოდი, ანუ პატკატები და ყველაფერს ვაკეთებდი რა. და მოვიდა ძმა და მამა ჩემს უთხრა, სუდათ არ გამიგოთ. კარგი ბიჭი ყავს. სპორტსმენია, უბრალოდ ფეხბურთელია რა, თავია. არა, ფეხბურთის მსვლელს რაღაც როლი აქვს, ესე იგი შენ კარიერაში MMA-ში. დაგინახა მებრძოლა. უთხარო სპორტსმენია, უბრალოდ ფეხბურთელია რა, თავია. მედა მაგარას რა. და მართალიც იყო არა, რეალურად ფეხბურთს დააშორს ვარ და ფეხბურთს დააშორს არ ერთმანეთისგან. შენ გამოხვიდოდი ალბათ ჰოკეიში უკეთესი არა? არა, მე ნახო, ისი მე მაგრამ მოწოს ნახევარდაცვაში დღემდე თამაში. დღემდე ხო არის რა ხარ. თამაშობდი და თან დაცვა ნახევარდაცვაში მართლა კარგად თამაშობ, რა დავბივარ. დაჯახების არ მეზარება, ანუ ბურთო ურტყამთან შეიძლება ფეხში ჩავაყოლო, ყველაზე ღარ კალფკიკი და რაღაცა გამოვიდა. ერთ გადახვევას გავაკეთებ, რო Fight Hop-ის შევახსენებ, რომ Fight Hop-ი არის ყველა 6000 რაღაც გამოწერი არის, ყველა თქვენ ხართ Fight Hop-ი და ზოგადად არ ძალიან ისეთი პროექტი აქვს გიორგის მოფიქრებული რა, რომ ყველა თქვენი არის მაგ რა, რაც გამოიხატება აქტიურ კომენტარებში და ჩართულობაში, კომიუნიტის ჩართულობაში და ასე არაგულგრილობაში მომენტებში რა. არ დაგაუწყდეთ მაგი, არ იყო გულშემატკივრგრილი სპორტის მიმართ, იმიტომ რომ ყველაზე შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე დრამატული სპორტი არის რა, როგორც დუდი მткоს და სტუმრად როცა იყო, ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი დრამატული სპორტი არის და ისეთი დრო არის, რომ ვერ იქნები და არ უნდა იყოთ გრუპი და ვერ იქნები გრუპი, იმდენი რაღაც ხდება. ყველაზე ხარ რა, იმდენი მოვლენა ხდება, გინდა აი ბოლო მოვლენები ავიღოთ, გინდა შემდეგ კიდე რამდენი რაღაც მოხდება რა. ამიტომ თქვენი პოდკასტი არის სიამოვნებით პროცესით. თქვენ ვინც გაინტერესებთ, ყოველთვის მაგი ხალხიც იქნება, მაგი ხალხი იქნება აქ. სიგარი ხარ. ხოდაც მებო მოდი რა. გონი რა ვიცი რა, არ უნდა იყოს ძალიან ესეთი რაღაც სატირალი რაღაც ამბავი და არც იყო ძალიან პოზიტიურ ნოტაზე ვამთავრებთ. მაგრამ ეს ყველაფერი დასაწყისია და მაგარი დასაწყისი ექნება ლევან ჩოხელს და ოთარ თანძილოვს შემდეგ კვირას UFC Fight Night-ზე თან საქართველოს დროით გონი ძალიან ადრე იქნება რა. ადრე კი არა. ხო, ადრე გამოდის რა. პირველ საათზე იქნება მგონი. ხო, პირველ საათზე. ანუ პირველი ორი ბრძოლა ვარ. პირველ საათზე ეგრევე ჩვენ ვიწყებთ კი. ხო. ანუ ეხა ისე გამოვიდა და დავივიწყეთ სხვა ჩხუბებით ერთ სახზე მართლა ნაკლებად გვაინტერესებს. ეხა მაგალითად იმაზე გეტყვით. ხო, რა თქმა უნდა, ლევან ჩოხელის და თანზი ოთარის დებიუტი. ოთარი მაშინ ვარჯიშობს, ხო, რა ქვია ბაკლუბს დამავიწყდა. მე რა მის კლუბს აქვია რა მოათავ. სინდიკატი? სინდიკატი. მისი მეტოქი რა კლუბში სად ვარჯიშობს მაგი? შაჰბაზიანი? არა, ეს ლევანისი არის. შაჰბაზი. შეინ კოლინსი, ხო ეხლა გავაცნობ. ხო, იმიტომ რომ რა დავინახე, იცი? ლევანისთან ერთად დავინახე დარბაზში მაგი ტიპი. ყველაზე ხარ რა? კოლინსი? ხო, ლევანი სადაც ვარჯიშობს, მაგუნჩი დავინახე მაგი და სად არის მაგის დონე? მგონი მაგ არის მაგი და შესაძლებელი არის. ძალიან საინტერესო მომენტი. დაუმარცხებელი 7-0-ზე არის ბატონი შეინი. კალიფორნიიდან არის. კობრა იცი ხუჩა, თიმ კობრაგან არის. ხო, ლევანისთან ერთად დავინახე დარბაზში და ძალიან საინტერესო მომენტი მომეჩვენა მაგი რა. არა, ტიმ კობრა ხო და ეს ხო არ არის მე ლევანის გუნდი. არა, ეს რაღაც ორკაციანის არის და პეიჯი შექმნილი რა. და ისტორიაზე დავინახე, მაგიღა და ლევანი იყო დათებული ერთად ისტორიაზე რა, თუ მაგას ყავდა დათებული ისტორიაზე. რაღაც ხო და ძალიან საინტერესო არის სად რა გუნდშია და როგორი მზადება, მაგი ინსაიდიც ვერ დავაგროვეთ, რომ ძალიან მინდა გავიგო მაგიტები და ძალიან საინტერესო მომენტი არის ჩემთვის რა, უშუალოდ მაგათი ბრძოლა, მაგათი სიტუაცია რა, იმიტომ რომ როგორ აიცი, სხვა ბრძოლებთან შედარებით ბევრი ინფორმაცია მაგათზე არ დევს რა.
ხო, ერთი რაც ვით ნახე ხა რაღაც რეკორდებით და იმით ჯიცერი არის შაჰბაზიანი, კოლინსი უფრო უნივერსალი, მაგრამ ნოკაუტები აქვს ძირითადად. 12 სამეშენითა, პოლიცი ძალიან რეალურად ოთარის დაშ უკრავთ იმაში რომ ძალიან დიდი გამოწვევა მიიღო ჩემი აზრით ეს პოლიცი ძალიან ძიმე მებრძოლია ძალიან სტილისტიკურად ძალიან რთული მაჩაპი არის რადგან ოთარი ბანთვეითი არის და მოძრავი კონტრპანჩერია და ეს არის ანუ ფეზერვეითი ჩამოყალიბებული მთელი კარიერა ფეზერვეითი აქვს და ბროულერი ფეზერვეითი არის რა ამიტომ იმედია რომ ოთარი ერთ კარგ გადახრას გააკეთებს და ამის ბროულერობას დაამთავრებს რა ისე გიგასვის რომ მიეცათ უფლება კომისიამ ხო რაღაც 3 დღე გადაუსთა თუ რაღაც 3 ქართველი ერთ ქარზე მე მგონი პირველად იქნებოდა. არის ისტორიული ვართვეს. 3 ნახდათ არ ყოფილა. და ეს იყო A1-ის ჩემპიონი რა და 2 დაცვა ქონდა რა და მაგის მერე მოაწერა ეხა დებიუტი ექნება რა. და A1-ი არის რა თქმა უნდა რეგიონალური, ხო? ეგ არის იურაია ფეიბერის. ხო. ეს კოლინსი ახლა ხო იმასთან ერთად იყო, ხო იცი რა ქვია? ალჯიმეი სტერლინგთან ერთად იყო UFC-ს უყურებდა White House-ში. ჩვენი ქართველების მაგასთან ერთად იყო. ანუ თან წარმოვიდგენ შეინ კოლინსი უყურებდა იმასთან რა ქვია, ალჯიმეი სტერლინგთან ბრძოლებს რა და მანდ იყო ლეო ლაშხია მაგ იყო და ზვიადლაზიშვილი ესთან ერთად იყო. ანუ ხوازე ხარ აფერი რაღაც ისეთი თემა არის, რომ ერთ წრეში არიან ჩაბმული ეს ხალხი. ხوازე ხარ რა შეინ კოლინსი რეალურად ქართველების წრეში ძალიან ხშირად იჩნდება. მანამდე ლევან ჩოხელთან ერთად დავინახე დარბაზში. ძალიან საინტერესო გადაკვეთები არის რა მოგულეთ. ის ჩოხელის ვიდეო ნახე ძალიან მაგარი იყო იმბედისავით რო გააკეთეს. და იმედია გააგრძელებს მაგას. ხო, ძალიან მაგარი იყო. და მე იმასა დესკზე რო ესაუბრება დესკს რა receptionist იქა UFC PI-ში რო ეხაო ძმაო ვისი შემოყვანაც მოგინდებაო, უბრალოდ გითხარიო და შემოიყვანეო რა. ხო, აზე ხარ ლევანის რეუბნება. ძალიან მაგარია. აუ, მაგრა გავიხარ და ერთ-ერთი რა ძმებო რა. ერთ-ერთი აი ყველაზე მაგარი სიხარული როდის ქონდა იცი? რო გავიგე, რო ზვიადი დებიუტს აკეთებდა UFC-ში, აუ, რა ბედნიერი ვიყავ, იცი? ძალიან მაგარი ზნო. მაგარია ძალიან რა ვიზდებით. ეხა ორი დაგვემატა ამირანის დამატება დროის საკითხია მეტი არაფერი გოგოლაძის. ბრიტოს ეხა უნდა მოუგოთ უოჭველი და მოუგებს დაწუნებული ვარ და ამირანის საქმე არის მე და უოჭველი. იცობა ბულაიძეც მგონია რომ არ არის ბევრი დარჩენილი. ეხა სამწუხაროდ ჩაეშალა Cage Fury-ის დროებით კამარზე უნდა იჭყობა. მარა 7-0-ზე აქ და ძალიან კაი გუნდში არის, შონბრედის პარტნიორი არის. რეკორდით ყველ გრეპლინგში გამოდის, მაშინ ბეარნაკოშიც MMA 7-0-ზე და იცოდას ველოდებით და ვიზდებით რა კაი არის, რაც უფრო მეტი მეტი რა გინდათ უბრალოდ, რა მეტი რა გინდათ მოყურებას. მეტი რა ვქნათ ხო. BFA გვინდა მაგალითად. შეიძლება შეიძლება რაგეცეს დღესაც არის მაგის საუბრები წარმოედგინე. ო, აბა რა. მე ჩემი roommate ძმაო მაგალითად. You know, undefeated, you know, bantamweight, you know. ოიცი ამათან მოთახში შევდივარ ლუკა და უყურებდა იმენა ჯიუ-ჯიტსუს კლასები ქონდა ამას და გოჩა შაინდეს გამართული ერთმანეთში. მე და რაღაცა დავდივე და ბიჭო, ესენი ბავშვებივით არიან რა. სულ ერთმანეთს ეტაკებია რა და მეც ახლა იქ ვიყავი და რაღაცა ხა უნდა მესწავლა, მეკითხა რა, ხოაზე ხარ რა. მეთქი დამახჩემიდი, არმბარი გამიკეთე რაღაც ხოაზე ხარ. აუ რა მუტანტია თო. დაივიწყე რამდენი კილოც გინდა ვიყო იმინა მუტანტი არის გოჩა. ოეთი სული მაგ ჩავიგე და ვიყიდაო ყველას რა, მაგრამ მინდა. მე პრინციპი BFA-ს რა გქონს რა, ბევრად ბევრი ბიჭებსაც აქვს მაგი რა, სასტუმრო ჯიუ-ჯიტსუ გვაქვს რა, ოთახში სად სასტუმროში თუ არ წასული იქ იგრევა სასტუმრო სულში და bedroom გოჩა გიორგიც აიყო რა გოჩა და იმენა სულში დავავდე და ეჭი კედელთან ჭიდა არტი ვაჟნო შეხავეთ. უი ეცამი რა გამახსენდა. ხო 10 დღეში 27-ში Cage Warrior-ში ჭუბებს სანდრო თევზაძე. აბა. ზიმეწონოსანი ქართველი მებრძოლი და 3-0-ზე აქვს 3 პირველი რაუნდის ფინიშით
Cage Warriors ეხა არ არის პატარა ამბავი, ერთი ნაბიჯია უკვე Cage Warriors-დან UFC-მდე, ბევრი ჩემპიონები მაქედან ილია ტოპურია ყოველ მაგარი. ხო, მგონი თენგიზა იყო ილია და ეხა არის თევზაძე, ხო? მეტი ვინ იყო მაქედან? ქართველი? ხო, იყო კიდე. არ მახსოვს. არა, ნუ დიდი ორგანიზაციაა რა, Cage Warriors ხო, რა თქმა უნდა. არა, რა თქმა უნდა, ამ ხელა მონათხოვნადი არის ხო იცი კიდე? სანდრო არის არ ვიცი. ძალიან სერიოზული მოჭიდავე არის, აი ძალიან. TikTok-ზე მე და ვიდეო ვეჭიდავებოდი და ვიღაცები მეღადავებოდნენ რაღაცა. რა ყველა გერევა ძმა თუ რაღაცა ეგ. სანდრო ვეჭიდავდი სანდრო თევზაძე. შენ თევზაძესთან ჭიდაობდიტო? და ხა ემზადებოდა თბილისში და თითქმის ყოველ დღე მოდიოდა სემინარი ჩაატარა ჩვენთან და ისე ბრიტანელი არის პახოდუ თუ რა პონჩი არის იქით ბრიტანელი არ არის ქართველია მაგრამ ინგლისში ვარჯიშობს ერთ-ერთ ტოპ ჯიმში რეპლინგის ლოს ბანდიტოს აი ჰოჯერ გრეისი ვინც არის თავარი გისერი ისტორიაში და მაგას ქონდა გახსნილი ლონდონში აკადემია რომელიც გაიყო ორად და ეხა ერთ-ერთი წევრი არის იქ არის ანუ უამრავი UFC-ს მებრძოლთან ერთად ვარჯიშობს თითქმის ყველას იცნობს ძიმეწონოსნები ეხა მაგალითად მარიო პინტუ მისი გუნდელი არის პორტუგალიელი ბიჭი რო არის ალბათ ბევრმა იცის სადერლენდია ეხა იმას რომ მოუგოთ უივასას სადერლენდია ტომთანაც ტომიც შეადიჭდება მოკლედ და სანდროს უგუშემატკივროთ მაგწონაში თითქმის არ ყავს მებრძოლი და გამორჩეულად მაგარი ბიჭი არის მე დარწმუნებულიო ვისაც ეს ხელს შემოხვევს და შეუყრავს ის გაიგუდება უეჭველი და ველოდებით სანდროს წარმატებები რა შენ თუ დაამუღამეთ და მაყურებლებმა თუ დაამუღავრო ინგლისში გადასული ქართველები ყველა ჰევივეიტებია თენგო ჰევივეიტი როდი ჰევივეიტი თევზაძე ჰევივეიტი დიდები მაკეთვის მოიცა Cage Warriors-ში თუ სა არ გადავდივარ ისში Cage Warriors-ზე იძახი არა უბრალოდ გადავიდა ქართველების დაწმობლები ბიჭო ხო და რისი თქვა მინდოდა იცი პახოდუ რომ ანუ ეხლა რო თემა არის რა UFC-ს აღარ უნდა უკვე შემოსევა იქ კავკასიელების ჭიდაობის რაღაც მუხლის აღების და რაღაც ყველაზე ხარ და აი რო იფიქრო რა ჩვენ ვინც ყავდა რა და ყავს UFC-ში და ეხლა ვინც შედის რა ლევანზეც და ოთარზეც რა ვინ არის ეხლა რა ის სუბთან მოჭიდავე რა ჩვენგან ხო ერთ-ერთი მოჭიდავე ყავდა UFC-ში მერაბი რომელმაც ყავდაო ესეთ პონჩი თქვით მაო არა გამ ისტორიაში ვიზახი ვინც კონტრაქტი მიიღო ბექფისტის ნოკაუტით ჩავიდნენ იქ ჩამოეყვა თუ ის იმასთვის რა ერქვა აღარ მახსოვს იმ ტიპს რო იქნება მოხერხო და მერაბი დაბზრიალდა დგომში ბექფისტი დაანოკაუტა და დანარჩენი რა ვიცი ამ მაყაშვილის ლევანიც მოჭიდავე იყო მაგარი მისტი ქონდა მაგარი მისტი და ზილოვი არ ზოგოვარდი არ არის ეგეთი არა ყველა მოვა ხო და ანუ იდეობა ყველა მიცდე ხა ისე არ არის რა ვინც არ იდეობა ყველა მიცდე ხო და მე მიხარია რომ ჩვენ არ შევდივართ იმ სიაში რა ხოაზე ხარ რომ ჩვენ პირიქით ყავს ეხა საწყენ პიროვნებად ქართველი არასოდეს არ შედის სიაში არის მონდოს პარნელის სპორტულ სახეობაში გინ კლავკიდიდან დავიწყო იმედა რომ თავის ისწავლა დავამთავრე ფერმუნტი დავამთავრე ბიჭო ხვიჩ ნამდვილი კითხვა რა და მოდი რა სინამდვილე შევინარჩუნოთ let's keep it real შენა ლევანს და ჰალკ საგინაშვილს ამბარს გაუკეთებ საგინაშვილს ამორიცხულია მგონი არ რეალური არის ანუ როგორი რაღაც ზალა არის რის მერეს ტექნიკას აზრი აღარ აქვს რაღაც ესე აქცევს და იმენა power მე ზარბაში ხა ერთი ამერიკელი ტიპი არის ხანდახან ჩამოშხო მე ხაც არის ჩემთან ერთად ოსტინი რა სამბისტი არის ოღონ ამერიკელი კაროჩ ჩემზე ბევრად დიდი არის ან მე ვარ 110 კილო ჩემზე ბევრ საკაიფოდ დიდი არის ხო და მე ხანდახან რაღაცას ვჭიმო ხოლმე იმიტომ რომ მე მაინც ოდნავ მძიმე ვარ მაგრამ აი მაგალითად მაგარი ბიჭები ვინ ყავს ზარბაში აი არბარი რო გაუჭიმო ესე ყველაფერს ვაკენ პროსტა მოხრის რა ხელს ანუ ხო გაუჭიმე გადააჭი და აი bicep curl-ი შეუულია რომ აი და ლეო საგინაშვილი 190 კილო არის და 180 კილო ამოაქვს ესე რო გაუჭიმო მოხრის უკან ის
მაგი არის, მაგის კითხვა მინდა რა, ანუ თუ 70 კილოზე მეც, ამ 70 კილოზე მეც ამათ აკეთებს, კაცო, აბა რა, 180 კილოს აკეთებს. ანუ მაგალაც ნახს ვერ შექმნი ადამიანი მე მგონი არ მაქვს. ლევანი საერთოდ ის არის. გავჩე შენ ამ ბარში უნდა გაჭიმო და მე დიდი მაცივარი რო დაგადო რა შენ. მე მაქვს ლევანისთან ერთად ერთ-ერთი უმაგრესი სურათი, რომელიც ახლა ტელეფონიდან გამოვაჩენ თქვენთან. მე ჩააგდე და ხალხიც ნახავს. სასაცილო სურათი ვიღია ჩემს ცხოვრებაში. ეს ის არის რომ ვითხარი რომ თვითონ მოვიდა მე ხვეწაო მოდი რა სურათი გადავიღო ცოტა. არასოდეს არ მოსულა და რო ხვეწია. ფეხის ტკინა უნდა გავუკეთო რა, ფეხის კოჭის. აქ იყო სტუმრად ბათუმში ბობ საპი და აშული ერთ ივენტზე. ეგ მახსოვს ხო ბობსთან ნახე მაგის სურათი. წარმოვიდგინე ბობ საპს არავინ არ იცნობდა ჩემს გარდა თან მაგ. ხო და ანუ ეს ბობ საპი არის ჩემი ბავშვობის, მაგრამ ხა ისეთი რაღაცა ისტორია ბავშვობაში რაც მახსოვდა ბობ საპ. ყველაზე ხარა იყურები და ბობ საპს ხედავ რა. ძალიან დიდი ვიღაც არის და ეს ორი ადამიანი ერთი ხელის დაადგნენ ეს. ვინ მოიგებდა გიორგი შენი აზრით? რაზე? ხელის გადაწევაში რა თქმა უნდა მოიგო მაგრამ რაზეა ბაზარი? და ვარ მე ბატონი არ გამოჩნდება. მოიცა. რა პატარა კარშე. მე ვარ სიმართლეში მეტრო 82 ძმები და ძმები რა მხელი არიან საგელაშვილი ხო ხედავთ რა მხელი არის და ბობიც რა მხელი არის და მაგის ხელს არა კიდე კაირო საღინაშვილი კიდე მაღალი არ არის მაგაზე თორე მე ისო არა ამ ხელა უნდა იყოს მეტრო ხო ეს არის ის მე მიგავერთი ტიპი და მაქსიმალურად პოზიტიური და ძალიან გამიხარდა რომ ცხოვრებაში მომეცა საშუალება რომ გავიცნო ბობსაპი ძალიან მაგარი კაცი არის აი ძალიან მაგარი კაცი რაღაც ისეთ რაღაცად ეგონოთ რომ რა ბობსაპი მაგრამ ანუ რეალურად ისტორია არის ჩვენი სპორტის რაღაც ხო დიდი რაღაც არის დედასპიცა ვარ მე გამოშტერდი ერთხელ ტვიტერზე დამაფოლოვინგა გარი გუდრიჩმა თო გადავირიე მეთქი საიდან ეხა ტოფურია ყავს და ბიჭო და მართლა რა საი მეთქი ვა საიდან და როგორი მასტია გარი იცი სულ რაღაც პოზიტიურ რაღაც მესიჯებს დებს და რაღაც ვიდეოებს დებდა რა ეხა კაი ხანი აღარ მინახია რა მოგვიკითხე ძმა ხო და მოკლედ ძმებო ყველა ეს იდე დასაწყისია ყველაფრის და ეს 20 fight week-ი არის. წარმატებები, რა თქმა უნდა, ლეონს და ოთარს მანდ ვიქნებით, ველოდებით უკვე რამდენი ხანია თან ორივეს რა, მართლა ორივეს და რა ვიცი რა, ესეთი კაი ამბავი, ესე დროს ძალიან მაგარია რა, ძალიან და ქართული ტეიქოვერი გარდაუვალი არის რეალურად რა. გადაუვალი, იმდენად მართლა ადრე ცოტა სხვანაირად უყურებია მაგ საკითხებს, მაგრამ იმდენად სპორტული ეროვნება ვარ და იმდენად ყველა სპორტი გვიხერხება ჭადრაგიდან დაწყებული ჩეხვალეწვით დამთავრებული რომ რა მეგონი ტეიქოვერი გარდაუვალი არის უბრალოდ მისცემ და საშუალება ქართულებს და ერთი კიდე რა უნდა მოვიფიქროთ იცი რაღაცნაირად მეტი ფული უნდა გავუკეთოთ UFC-ს სხვა გზა არ დარჩა რა მოკლედ რომ თქვა რომ დასახაობრივი იყო მაგრამ საშუალება რომ მოგცეთ უბრალოდ მონაწილეობის გარდაუვალია მაგ ტეიქოვერი მეტი რა უნდა გავუკეთოთ ფული ხო ეხა ბაქოში UFC რო ტარდება 100% ფინანსირებულია აზერბაიჯანის სახელმწიფოსგან წარმოიდგინე ანუ 100% ფინანსირებულია UFC ხარჯს არ ნახულობს მარტო მოგებას ნახულობს მაგ ჩატარების ბენდიდან გამომდინარე რა მაგას ხო რა ეხა ბიჭო პოზიტიურით ხო ჩავატარეთ პოზიტიური იდი მეგონი არ გქონია აქვს პანაშვიდის მსგავსი არაფერი თუ რა პანაშვიდი უნდა იყოს და ყველა სპორტსმენს უსურვებ ჩემ სპორტსმენზე ვიმედებდი რომ 18-0 იყოს UFC-ში White House-ში იყოს და რაღაც სასწაულბრძოლაში დამარცხდეს არაუშავს UFC-ს მეორე კამპის მოპოვების შემდეგ და Gold Conversation-ში პირველი წაგება განიცადოს და არა ზეგ საწყობაზე ხარ რა თქმა უნდა ისტორიული რაღაც არის ასე საუბარი. რაზე არის საუბარი რა თქმა უნდა
იმდენად დია რომ უკვე ტრაურიც არა ახლაზე ხარ წაგება რა კიდე ერთი სპორტული ნაწილი არის და პირველი წაგებაც კი მოკლედ შაბათ საღამოს პირველ საათზე ორი ქართველი გახსნის იუენს და ეგეთი რამე არ გქონია ჯერ და გავაუდოთ ყველა ჩვენ ბიჭებს რა ოთარი და ლევონი გამევასება ეს მაგია ხვაზე ხარა ქართულმა დახურა უდიდესი კარდის UFC-ის ისტორიაში სავარაუდოდ უდიდესი ევენტი მე შემდეგი ქართველი ხსნიან მაგდაი რაღაცებით თუმცა მაგრამ დიდ სიამოვნებას და თან ამდენი ხანი ნანატრი და 2 წელი დაუდინები და ეს დაცემა არის ხვაზე ხარ ჩემთვის მაგი რა აი უდიდესი ქართული მემძოლისგან პირველი ნაბიჯების გამოკეთებული მემძოლისთვის რომელიც შეიძლება მაგ სიდიდეზე იყო რავი 60 წელიწადში როგორც თქულია ხოლმე ხარა მაქსიმალზე იყო ამინ მოკლედ ჯიგრები ხართ რა ფაით ჰოპერები ყველა უღრმესი მადლობა You tune into the Cartwellians on the Fight Pod podcast. Fight Pod.